მოგესალმებით Redline-ზე, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის ჩვენი პოდკასტი და დღეს არის ჩემი სტუმარი ირაკლი ლექვინაძე, სამხედრო მიმომხილველი და ვისაუბრებთ ისევ ირანთან დაკავშირებით ყველაზე ტოპ თემა. ეს არის, არ ვიცი, ალბათ გამიჭირდება იმის დათვლა, რამდენ დროს ვატარებ ბოლო 48 საათის განმავლობაში ნიუსების კითხვაში, რომელიც უკავშირდება ისრაელის ოპერაციას, იქიდან ირანიდან განხორციელებულ საპასუხო დარტყმებს, შედეგებს, პოლიტიკურ პროცესს პარალელურად, გაკეთებულ განცხადებებს და ძალიან სწრაფად, დინამიურად ვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი შემომეთავაზებინა დღეს თქვენთვის, რომელსაც მე ესე აქამდე დისტანციურად ვიცნობდი, მაგრამ ყოველთვის ყურადღებას იქცევდა ხოლმე ირაკლის პოსტები. და მისი გამოთქმული მათ შორის პროგნოზებიც წეგან ვიხსენებდი, ვიდრე ჩავრთავდით კამერას რექსზე, რომ ოქტომბრის 2024 წლის ოქტომბრის პოსტი შემომხვდა ამასწინათ, სადაც ირაკლი წერდა ზუსტი რიგითობით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ვინ სად იქნებოდა განლაგებული, მათ შორის შეერთებული შტატების ავიაცია და ასე შემდეგ და იქვე ქონდა მიწერილი, რომ ცოტა დროში ავწდიო, თორე ისე ფაქტობრივად 100%-იანი პროგნოზი გამოვიდა, ხო? აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც შენი მოსაზრებების მოსმენა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გარკვეულწილად შეფასებითი ნაწილი გვექნება, ვისაუბრებთ ცხადია მოლოდინებზე, სცენარებზე და როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე, რაც ახლავს აი ამ ყველაფერს თან. აქვე გეტყვით ასეთი თხოვნა მექნება, რომ თუ ახლა აღმოგვაჩინეთ და არ გაქვთ ჩვენი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, ეს მე ძალიან დამეხმარება იმაში, რომ განვითარდეს არხი, მოვიძიოთ სპონსორები და უფრო ინტენსიურად შევძლოთ საინტერესო სტუმრებთან ერთად სხვადასხვა თემებზე, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, გეოპოლიტიკურ საკითხებზე, სამხედრო მიმართულებით და ასე შემდეგ, სოციალურ თემებსაც ვეხებით ხოლმე პერიოდულად, ვცდილობთ რომ ყველა ჯგუფის ინტერესებს მეტნაკლებად შევეხოთ. აი ამ ყველაფრის კეთება ძალიან გვინდა და იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჩართულობაც იქნება შესაბამისი, ვინც ჩვენი მაყურებლები ხართ და ხშირად გვადევნებთ, ვინც ელოდებით ხოლმე ჩვენ ვიდეოებს, სულ ვაკვირდები დინამიკას. ძალიან ბევრი ადამიანი გვიბრუნდება, ეს ჩანს არხის ანალიტიკაში და მადლობა მინდა უთხრა თითოეულ თქვენგანს. ძალიან ბევრი გვიყურებს საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებით შტატებში, შემდეგ გერმანია არის სტატისტიკაში, საფრანგეთი, საბერძნეთი და იტალიაც მახსოვს ეს ტოპ 10-ში, ასე რომ ყველას მოკითხვა და დავიწყოთ. ირაკლი, მოგესალმები. გითხარი, ელოდე თუ არა ესეთ პირველ რიგში ესეთ დინამიურ და სწრაფ განვითარებას ამ ამბის. ბოლოს რაც გადავხედე, რაღაცა გვაოცებს ყველა ჯერზე ისრაელის სამხედრო შესაძლებლობები, ერთ-ერთი რაც თავში მაქვს ახლა ნიუსი ეგ იყო, რომ 2300 კილომეტრის მოშორებით ისრაელის საზღვრიდან სალაცხუკეთ თურქმენეთის საზღვართან ახლოს დაარტყეს ერთ-ერთ აეროპორტს და იქ გაუნადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა. როგორ ფიქრობ, როგორ წავა პროცესი და თავში მოგცემ შესაძლებლობას, რომ შენი რეზიუმე გააკეთო ამ ეტაპზე, რასაც ვადევნებთ თვალს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და წარმატებებს გისურვებთ. რამოდენიმე ასე თქვა თქვენ პოდკასტს უყურე და ძალიან მომეწონა. მადლობა. ხო, რაც შეეხება, ეხლა შენ რითიც დაიწყე შესავალი, რომ აი ჩემი პოსტით იქ თლათ ვერ დაგეთანხმები, ანუ რაღაც მე კი ეგრე მეწერა, რომ მართლდება თქო, მაგრამ რეალურად ეხლა რო თქვა, იქ მე ამერიკის ღია და აქტიურ ჩარევაზე მქონდა, ასე თქვა, აქცენტი და ეგ ჯერჯერობით არ არის ფაქტი, უბრალოდ მაგაზე ცალკე ვილაპარაკებ, რა არის ჩემი აზრით, რა ხდება რეალურად და რა ჩანს ზედაპირზე მაგასთან დაკავშირებით. ხო, ამ წუთას ფორმალურად მხოლოდ, ასე ვთქვათ, ისრაელი მოქმედებს, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთმაც თქვა სხვათა შორის, რომ აი თავდასხმის შემთხვევაში ირანისა
ისრაელზე ჩვენ თავდაცვაში დავეხმარებით ამ სარაკეტო დარტყმების განეიტრალებაშიო და ამ წუთას ფაქტი არის რომ ბრიტანული და ამერიკული ავიაცია ანადგურებს ეხმარება შახიდების განადგურებაში და ბალისტიკური რაკეტების გადაჭერაში ეს თხაადების ბატარეა მონაწილეობს და საზღვაო კომპონენტი IGC-იანი რაკეტები, IGC სისტემის რაკეტები SM3 და SM6 ასე ვთქვათ მუშაობენ ამ ბალისტიკურ რაკეტების გადაჭერაზე ამერიკულები. ხო, თუმცა ტრამპის განცხადებაც მახსოვს მე დასაწყისშივე რომ იყო კაფიო მხარდაჭერა გამოცხადებული რომ თუ საჭირო იქნება ის დაიცავს ისრაელის ინტერესებს. ხო, არა, ეგ ისეთი ყოველთვის ორაზროვან განცხადებებს აკეთებს ხოლმე, ხო? ხო, ეს ტრადიციული ხა ამერიკული ის არის, ეგ ნამდვილად არ შეცვლა ამერიკის პოლიტიკაში, ბევრი ცვლილება მოხდა ბოლო ასე ვთქვათ 21 იანვრიდან ინაუგურაციის დღიდან ძალიან ბევრი კარდინალურად ყოველ შემთხვევაში რიტორიკის დონეზე ძალიან ბევრი რამე შეცვალა ამერიკის პოლიტიკაში ბევრი რამე შეიცვალა და სხვა შორის აი ეს პოსტი რომელიც და შარშან მოლოდინი მქონდა ამ სამხედრო უბრალოდ იცი რა არის ხა მოდი ეს ვთქვათ რა ეს ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით აი ვირტუალური პროგრამის შეწყვეტის იძულება ეს აქტუალურია უკვე ბოლო 25 წლის მანძილზე სულ მინიმუმ რა და სულ იყო მოლოდინი რომ აი დღეს არა ხვალ იქნება მე მაგალითად იგივე ავღანეთში რო შევიდა ამერიკული ჯარი და პრაქტიკულად ერაყში ავღანეთში პრაქტიკულად გარშემორტყმული ყავდათ ირანი და მაშინ ყველაზე ისეთ ლოგიკური იყო რომ მაშინ განეხორციელებინათ ეს ოპერაცია მაშინ იყო თან ესეთი რაღაცა რომ ყველას ის მოლოდინი ქონდა რომ რახან ესე იგი ირანზე ვლაპარაკობთ აუცილებლად სახმელეთო კონტინგენტი შეყვანაზეა და შესაბამისად იმიტომ რომ ერაყის მაგალითი იყო აქტუალური და ყველა ფიქრობდა ერაყივით და ავღანეთივით კიდე ერთი კამპანია დიდი 90 მილიონიან ქვეყანაში ძალიან სერიოზული და პრობლემატური გახდებოდა და რაღაც მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე რომ არავინ არაპირებს იქ სახმელეთო ჯარების შეყვანას არის მხოლოდ საჰაერო კამპანიაზე მაგის უფრო ანალოგი რო ვთქვათ აი რაც მოხდა სერბეთში კოსოვოსთან დაკავშირებით გვახსოვს როდესაც მხოლოდ დაბომბვით მხოლოდ საავიაციო ასე ვთქვათ კომპონენტით შეძლეს რომ დაეყოლიებიათ თავიანთ ნებაზე და დაეყოლიებიათ იმ სამშვიდობო შეთანხმებაზე რომელსაც იქამდეც თავაზობდნენ სანამ სერბეთს დაბომბავდნენ რა პრაქტიკულად უბრალოდ მე იძულებული გახადეს ამ ძალისმიერი კომპონენტი ხო რისი თქმა მინდა ეხლა სხვა თემებზე რო არ გადავიდე და რაღაცა რატომ ქონდა ეს შარშანის განსაკუთრებულის, იმიტომ რომ ეს არჩევნო კამპანია იყო გახურებული, პრეზიდენტ ტრამპი აკეთებდა განცხადებებს და ისეთია ეს JD Vance-ის არჩევა ვიცემად და ისეთ საკადრო პოლიტიკა ჟღერდებოდა, ხო, მოლოდინები იყო, რომ რაც მერე რეალურად გამოჩნდა, რომ უკრაინის მიმართ მკვეთრად შეიცვლებოდა ეს დახმარების პოლიტიკა და ამიტომ სიმართლე გითხრა გულშემატკივრობდი დემოკრატებს ჩემს ცოცხლებში პირველად, იმიტომ რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რესპუბლიკელების ამერიკის ასე ვთქვათ პოლიტიკაში რესპუბლიკელების მომხრე ვიყავი, იმიტომ რომ ვარ რეიგანისტი რაღაცა მისისა და აი სულ რაღაცა როგორც რეიგანის პარტია სულ გულშემატკივრობდი პარტიას, რომელმაც დაამარცხა საბჭოთა კავშირი და დაშალა და რაღაცნაირად აი ესეთი წარმოდგენა მქონდა და სულ მაგრამ აი ამ შემთხვევაში აი ტრამპის აი მაგას დაჯგუფების მიმართ ძალიან მკვეთრად ნეგატიური ჰქონდა და სულ მქონდა ეს მოლოდინი და სურვილი რაღაცნაირად რომ ირანის საკითხი ყველა ვარიანტში გადასაწყვეტია და იქნებ გაბედონ და მაინც თან მით უმეტეს მაგატე უკვე ერთი წლით ადრე ავცელებდა ინფორმაციას რომ ძალიან ახლოს არის ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან რომ ეს გამომდიდრებელი ესენი უკვე ცენტრიფუგები უკვე ინდონეზია მაშვებიან რომ ერთ ორ კვირაში დააგროვებენ უკვე საკმარის ერთი ბომბისთვის 10 ბომბისთვის იყო ეგეთი განცხადებები სხვადასხვა დროს და მოკლედ ეს საკითხი გადადებას და ესა არ ექვემდებარებოდა პარალელურად თან ეს როდესაც ლიბანშიც მოხდა ეს განეიტრალება ჰეზბოლასი და რაღაცა მეგონა სიმართლე გითხრა და მქონდა მოლოდინი რომ ბარემ კარგი ის არის რომ ამერიკამ თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს და ამ ფონზე იქნება მეტი შანსი მიცემოდათ გაბედულების ჩვენებით დემოკრატებს მაგრამ არ მოხდა რა ვერ გაბედეს
ფაქტი არის, რომ იარაღიც კი და ბომბების მიწოდებაც რაღაცნაირად შეაფერხეს ისრაელისთვის, მოკლედ არ დაალაგდა რა დემოკრატების და განსაკუთრებით ამ კამალა ჰარისის და ბიბის ურთიერთობები და მოხდა ის რაც მოხდა. დღეს გვაქვს ის რაც რისთვისაც ისრაელი ემზადებოდა, მინიმუმ 25 წელი, როგორც თქვი. და კარგად მომზადებული აღმოჩნდა როგორც ჩანს, თუმცა მაინც გვაკვირვებს, განსაკუთრებით მაკვირვებს ის თუ როგორ სწრაფად მოახერხეს მათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, რომელსაც მე დღესაც ვაფასებ, რომ არ იყო და არ არის სუსტი, რაღაც ირანის კი. იცი რა, გარდა იმისა, რომ საკმაოდ თანამედროვე რუსული სისტემები აქვთ იქ რაღაცა და ეფექტური და უშუალოდ ტორი ჯერ მიიღეს, მერე ოფიციალურად მიიღეს S300 PM2, მაგრამ მაგის გარდა, იქ ლიცენზირებული არ არის, მაგრამ აშკარა არის, რომ შეხედა ვიზუალურადაც გავს, ხა ბუკის რაკეტები და რაღაცა გამოიყენება ირანულ სისტემებში და მოკლედ საკმაოდ ისეთი თვითონ მე ირანელებმა ეს დახვეწეს ეს ბავარის სერიის ისინი სისტემები რო შექმნეს, როგორც ზოგიერთი მონაცემებით S400-საც ზე უკეთესიც არის რაღაცეებით, გაცხადებული ყოველ შემთხვევაში ასეთ როგორც რასაც აცხადებენ იმ ინფორმაციით და მოკლედ კარგი საკმაოდ მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უნდა ქონოდა და გასაგებია რომ ისრაელის ავიაცია ძალიან ეფექტურია. ბევრად მიუხედავად მრავალრიცხოვანობა დაუშვათ რუსეთის ავიაციას რო შევადაროთ, ხო, გაცილებით ნაკლებია, ხო, ეფექტურობა აქვს გაცილებით მაღალი. ჯერ ესეც ორგანიზებულობა, ამხელა მასშტაბის ოპერაცია 200 თვითმფრინავი ერთდროულად რომ მოქმედებს თან ამ სიშორე მანძილზე, პრაქტიკულად თვითო გაფრენაზე 3-4 გამართვას აკეთებდნენ ჰაერში. რუსია რო თქვი აღნიშნე 2300 კილომეტრზე 2300 კილომეტრის აბზოლო რადიუსს მნიშვნელოვნად აღემატება. თან ეგ დაარტყეს არა თქვათ აერობალისტიკური რაკეტებით, რომელიც დაუშვათ შეიძლება გაუშვა რაღაც საკმაოდ დიდი დისტანციიდან. არამედ პირდაპირ თავზე დაფრინავდა იმ ქალაქის, რომელიც შენ აღნიშნე, იქ თურქმენეთის და ავღანეთის საზღვართან. ამ სიშორეზე შეფრინდნენ უკვე და საკმაოდ ისე დანავარდობენ როგორც იტყვიან თეირანის თავზე ხო ეს ნიშნავს რას რომ პრაქტიკულად თლიანად წყობრიდან არის გამოყვანილი ყოველ შემთხვევაში მე ეჭვი მაქვს რომ რაღაც სისტემები გადამალული არის რაღაც მომენტისთვის აქვთ ირანელებს გადამალული ძალიან ბევრ მიწისქვეშა სამალავში, გვირაბებში, მაგრამ ფაქტი არის, რომ ცენტრალიზებული მართვა მოშლია. ფაქტი არის, რომ ამ წუთას წინააღმდეგობას თითქმის ვერ წერენ რაღაც საზეიმტო артиლერია მუშაობს კანტიკუნტად, ეს არაფერი არ არის რა. ირაკლი. კარგი დაასრულე, სულ ეგ კომპლექსი გამიჩნდა რა, სხვადასხვა კომენტარებში გვიწერენ ხოლმე, რომ დააცადე. არ გაწყვეტინებ არც შენ, გიგასთანაც ეგრე იყო. ხო, პრინციპში აზრი დავამთავრე, წინა პრეისტორია მოუყევი იმ პოსტის და იქ მთლად ესე იგი ჩემი პროგნოზი ჯერ არა ახდა, მაგრამ მე ველოდები რამოდენიმე დღეში რომ სავარაუდოდ ამერიკა მაინც ღიად ჩაერთვება. გააჩნია რა როგორი მოქმედებს ირანი ალბათ. ხო, უყურე, ხა ორი სცენარია რა. ერთი რომ ირანი მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება მისთვის ძალიან დამამცირებელი და ამიტომ შიდა პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის ეგრეთ წოდებულ აიათოლების ფუნდამენტალისტურ რა ქვია ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად ამისა შეიძლება თვითგადარჩენის ინსტინქტმა აჯობოს და ძლიოს და დათანხმდნენ მაინც ამ შემთხვევაში თან ესეთი დამანგრეველი დარტყმების მერე შეიძლება დათანხმდნენ იმ პირობებზე, რომელსაც იქამდე ისესთავაზობდნენ დაბომბვის გარეშე. შეიძლება ესე განვითარდეს, მაგ შემთხვევაში ალბათ სავარაუდოდ ისრაელი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას, მაგრამ თუ ეს არ მოხდა და გააგრძელეს, ახლა ჩვენ ვხედავთ რას, რომ ნელა-ნელა იმატებს იმ ასე ვთქვათ სამიზნეთა სია, რომელსაც ურტყამს ისრაელი და თანაც ფართოვდება რა მიმართულებით. ირაკლი, მაგაზე მინდოდა კითხვა დამესვა და უფრო რაღაცნაირად მიცე მიმართულება მინდა. ვერსიებზე, სცენარებზე ვილაპარაკოთ, მე პოლიტიკურ ნაწილშიც და ვთქვათ, რაზე სადამდე შეტოპავს, სადამდე არ შეტოპავს, ეგ განვიხილოთ. პრობლემა არ არის. მოდი ვისაუბროთ თავად ოპერაციის ბოდიში. თანმიმდევრობაზე რა,
ეს მინდა რომ შენ დამილაგო, ასე ვთქვათ, აი ეს ლოგიკა. თავიდან იყო პირველ პირებზე აქცენტი, ხო? გენერლები, სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელები. შემდეგ ამაში ამ პირველ ტალღაში მოყვა ასევე მეცნიერები, ასევე ობიექტები, რომელიც იყო უშუალოდ ბირთვული მიმართულებით. შემდეგ უკვე ბოლო 24 საათი, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ რა არის, რომ ამ სამიზნეებს დაემატა უკვე მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, კომერციული ობიექტები, მერე უკვე შტაბებზე წავიდა იერიში, ხო? რაღაც იქ გუშაკთა კორპუსის მთავარი შტაბი დააბომბეს დღეს მაგალითად და აი ეს ლოგიკა როგორ ეფექტს ახდენს ეს თანმიმდევრობა, შენ როგორ უყურებ აი ამ ეფექტურობაში, ვთქვათ, რა როლი აქვს ამ თანმიმდევრობას და როგორ აფასებ მაგ პროცესს? გულწრფელად გითხრა, აი ეს წერტილოვანი ლიკვიდაციები, იქ მეცნიერების თუ რაღაც სამხედრო მაღალჩინოსნების, უпростоრით აი რევოლუციური ისლამური რევოლუციის გუშაკთა აი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციების სიმართლე გითხრა, აი მე პირადად ცოტა რესურსების ტყუილფლანგად მეჩვენება, იმიტომ რომ ეგეთი წერტილოვანი ლიკვიდაციები დაუშვათ შეიძლება მნიშვნელოვანია იმაში ღაზაში, შეიძლება მნიშვნელოვანი იყო დაუშვათ ჰეზბოლას წინააღმდეგ, მაგრამ ეხა 90 მილიონიან ირანში, რა ვიცი, ეხა შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება, მე არ მგონია რომ ეს რაღაცა ისეთი აი ძალიან სერიოზული დანაკარგი იყოს, რომელსაც ირანი ვერ შეივსებს. ეხა სულ არ ლაპარაკი რომ აი ვიღაცა ხელმძღვანელობდა რაღაც პროექტს, მაგრამ საკმაოდ ბევრი მეცნიერი ყავთ, ეხა ამდენი წელი რომ ამ თემაზე მუშაობენ, იქ არის არჩევანი და საკადრო ბაზა, საიდანაც მოიძებნება ვიღაცა, ვინც ამას გააგრძელებს. ანუ არ ვიცი ეს რამდენად რაციონალური იყო, თუმცა ისიც პოლიტიკური თვალსაზრისით, თქვათ, საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, აი ხომ არ არის უფრო გათვლა. ეგ დარტყმები ძირითადად განხორციელდა ქვეყნის შიგნით მოქმედი დივერსიული ჯგუფების მიერ, რომლებიც, აი ეს მოსადის ჯგუფები, რომელთა რესურსი სხვა მხრივ, არ იქნებოდა ეფექტური, თქვათ, იქ რაღაცა საზენიტო სისტემებზე, რაკეტის გამშვებ დანადგარებზე და რაღაცებზეც იმუშავეს, იქ დრონებით და სპაიკის ტიპის რაკეტებით და რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა მხრივ ალბათ აი ეს მოკლე მანძილზე რაღაცა მოქმედი სისტემებით სხვა უფრო ისეთი ეფექტური ზიანის მიყენება ალბათ არ შეიძლება და ყველა ვარიანტში გამოიყენეს. ალბათ არ ვიცი სიმართლე, აი ლოგიკა არ ვიცი. ან იმის ჩვენება იყო თავიდან, რომ პრინციპში ნელა-ნელა გაზარდეს, როგორ გითხრა, დამანგრეველი ძალა იმისი, თავიდან დაარტყეს ხაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, პრინციპში ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ გაასუფთავეს. მერე და პარალელურად ეს წერტილოვანი დარტყმები იყო. მეორე ტალღაში უკვე წავიდა სამხედრო ბაზები, აეროდრომები, აი ეს ობიექტები, ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსების აშენებულია, არ დაარტყეს. იქთან იყო თუ ატომურ სადგურსო დაარტყან, იქ გაჟონვის თემა იქნება და ეკოლოგიური დაბინძურების და მაგის გამო დიდ კრიტიკას მიიღებს ალბათ და მაგას ერიდებიან. კვლევით ცენტრებს დაარტყეს ძირითადად, თქო, აი სადაც ცენტრიფუგებია, იმას ვერ დაარტყეს, იმიტომ რომ მიწისქვეშ არის საკმაოდ ღრმად და მოპების გარეშე იმას ვერ ჩაწვდებიან, მოპებითაც ან ჩაწვდებიან, ან მოპი არის, რო გითხრათ, აბრევიატურაა ინგლისური, რომელიც მოკლედ რო ვთქვათ, მძიმე ბომბებია 11 ტონიანი, რომელსაც მხოლოდ ესე იგი აგდებს 9-11 ბომბიანი ტონიანი, რომელსაც აგდებს დიდი სტრატეგიული ბომბდამშენები, უბრალოდ ხო ახლა ის B-52 იქ ვერ ჩამოაგდებს, იმიტომ რომ დიდი რისკია, რომ ამერიკული. და ბევრი მოიაზრება, რომ მან B-2-ს გამოიყენებენ თუ მაქამდე მივიდა საქმე, მაგრამ ისრაელი მასად მძიმე ბომბს იქ ფიზიკურად ვერ გამოიყენებს. მაშინ ალბათ სატრანსპორტო 130-ით უნდა შეიტანოს სიტყვაზე და იმითი ჩამოაგდოს, მაგრამ ისეც ძალიან სარისკო არის, იმიტომ რომ ნელი, მძიმე ესეთი და არამანევრირებადი საჰაერო ობიექტია, აი ძალიან გარანტირებულად უნდა იცოდე, რომ აღარაფერი აღარა აქვს მოწინააღმდეგეს, ასე თქვა საზენიტო, რომ გარისკო და მაგ შეიყვანო.
ხო, თუმცა ნუ ეხა არასტელს თვითფრინავები უკვე როგორც არის F-15-ები დაფრინავენ როგორც თქვით უკვე ანუ თავიდან ხო შეუფერხება თავიდან ეს სტელს თვითფრინავები მოქმედებდნენ ძირითადად ანუ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე თორე ერაყიდან და მე ვეჭობ საუდის არაბეთიდანაც გაუშვეს ასე ვთქვათ შორს მოქმედი რაკეტები აერობალისტიკური ძირითადად ხო და ნუ იქ ახლა გასაგები არის რომ საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდათ ირანული ავიაციის და საზენიტო სისტემების მხრიდან თუმცა ნუ ანუ ის რომ უკვე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე არასტელს თვითმფრინავებით დაფრინავენ ნიშნავს რომ ესეთი ეფექტური საზენიტო ცეცხლი აღარ წარმოების უნარი აღარ აქვს უკვე ირანს თუ რაღაცას არ ინახავს მაგალითად იგივე იმ მომენტისთვის, როდესაც შეიძლება ამ თემაში ჩაერთოს. რა ლოგიკა შეიძლება იყოს მანდ? ანუ, როდესაც ასეთ ამ ხელა ზიანს იღებენ? არის ირანი ცდილობს, რომ მაინც თუ იცი, ამერიკა თუ ჩაერთო, შეეცდება, რომ რაღაცა დიდი ზიანი მიაყენოს. ეხლა თუ უკვირდები, ხო? თვითონ ირანის თავს იკავებს პრინციპში ძალიან ისეთი მოქმედებისგან, ანუ როგორიც დაანონსა, მაგალითად, თქვა, რომ რეგიონში დაარტყამდა ამერიკულ ბაზებს მე ვფიქრობ უფრო მტკივნეული იქნებოდა საუდის არაბეთის დაუშვათ ყატარის და ესეთი ქვეყნების რეგიონის ქუვეითის ემირატების და სხვების ანუ ნავთობ მომპოვებელი, ნავთობ გადამამუშავებელი და სატრანზიტო ინფრასტრუქტურისთვის და ორმუზის სრუტის დაკეტვა. ეგ იქნება ყველაზე ესეთი მტკივნეული დასავლეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის პასუხი, თუმცა მეორეს მხრივ ეგ აიძულებს ამერიკას რომ ღიად და მთელი ძალით ჩაერთოს, იმიტომ რომ ეგ გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკურ კოლაფსს ძალიან. ნუ ერთი კი ბატონო, წითელი ზღვის ერთმა ამბავმა რა ქნა, ხო, რამ ხელაზე შეცვალა მაშინ ტრანზიტები. ხო, არა, ნუ მაქედან გადის პრაქტიკულად რამდენადაც მესმის, სადღაც 40% მთელი მსოფლიო ამ იმისიდან, ნუ ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება, ფასებს ააგდებს რაღაც საშუალოდ და თუმცა ფასები ისედაც აიწია და ხვალ იქნება ორშაბათი არის და საფონდო ბირჟები რო გაიხსნება სავარაუდოდ დიდი მოიმატებს მკვეთრად ფასი მაგაზე ცალკე რო ვილაპარაკო. აი, მოდი ახლა ვილაპარაკოთ ზიანზე. რასაც აკვირდები, რა თქვათ რა რესურსი დაკარგა ირანმა. აი ამ 48 საათის განმავლობაში რა შეგვიძლია ვთქვათ მათ ზიანზე და ვთქვათ მოდი შევადაროთ სულ მიდის ამაზე სპეკულაციები. მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი სურათის შექმნას ემსახურება რაც ხდება ახლა იქ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას გულისხმობ ისრაელში რომ აი საპირისპირო მხრიდან მოდის ხოლმე ეგეთი არგუმენტები რომ აი ისრაელს მიწასთან გაასწორებენ და იმუქრებიან და ასე შემდეგ ხო მოდი შევადაროთ ვინ როგორ დაზიანდა ფაქტია ახლა ამას არავინ არ უარყოფს რომ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არის ისრაელიც ხო როდესაც ახლა ერთდროულად 100 ბალისტიკური რაკეტა მოფრინავს სხვადასხვა ტიპის და იქ ნახეთ კიდე გუშინ რაღაც ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებაც ხო რომელიც ვერ დაიჭირეს ერთის მხრივ ეს არის ამას აცნობიერებენ ისრაელში საკმაოდ დიდი ორგანიზებული კამპანია დაიწყეს რომ ევაკუაცია დროული უნდა იყოს გაიყვანეს თვითმფრინავები ხალხს მუდმივად მოუწოდებენ რომ დაემორჩილონ წესებს და ასე შემდეგ საფრთხე აქვთ ზიანიც არის მაგრამ მეორეს მხრივ ირანში ვხედავთ რაც ხდება მოდი შენ როგორ ხედავ მაგ ამბავს ერთმა მხარემ რა დაკარგა რა ზიანს იღებს მეორე მხარე რა ზიანს იღებს ну პირველ რიგში ირანი იღებს უფრო როგორ გითხრა იმიჯურ ზიანს იმიტომ რომ ну პრაქტიკულად ძალიან დამამცირებელია ის რაც ახლა ხდება იმიტომ რომ სისუსტეს უჩვენებენ ირანს უკიდურეს სისუსტეს ანუ პრაქტიკულად ამ ხელა ქვეყანა რომელიც ითვლებოდა რომ აი არ გავეკაროთ თორე კრაზანების ბუდია და მაგას თუ მოვარღვევთ მე ესე იგი ну რაღაცა კატასტროფა მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება ну ფაქტი არის რომ აუთავებენ და არაფერიც ისეთი არ ხდება ხა ის დარტყმები რაც განახორციელეს გასაგებია რომ თითოეული ადამიანის იქ რაღაცა სიკვდილი ტრაგედია და გასაგებია რომ ხა ისეთი ქვეყნისთვის როგორც ისრაელი არის დაუშვეთი კორპუსის ჩამონგრევა და იქ მოყოლა რაღაცა მშვიდობიანის ეს სერიოზული დარტყმა მაგრამ
აი სამხედრო თვალსაზრისით არაფერი ზიანი არ მიუყენებიათ ფაქტიურად რა, ამდენი რაკეტა გახარჯეს ბალისტიკური საკმაოდ ძვირიანი, რომელიც წლები აკეთებდნენ და ძალიან ძვირი უჯდებოდათ. არაფერი ეფექტი არ დადო სამხედრო თვალსაზრისით. თუ იმას არ ჩათვლით, რომ იგივე ანტირაკეტები იხარჯება საკმაოდ ძვირიანი მათ ჩამოგდებაში და მე ეს ექნებათ ისევ შესავსები ამერიკელებს და ებრაელებს. ხო და რაც შეეხება კიდე ირანის ზიანი ახლა ამ წუთებშიც იზრდება, ყოველ მიდის ტალღები დაბომბვის, ხო? და თავიდან რასაც დაარტყეს ახლა ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ისე თუ არ მუშაობს ახლა ეგ არის უბრალოდ ისეთი, პირობითი რაღაცა დანაკარგი, ხო? როგორ ღირებულებით არ განისაზღვრება რა, თუ არაეფექტურია რა მნიშვნელობა გინდა კონდეს, გინდა არა. ფაქტი არის, რომ მაგის გამოყენება მაინც ვერ მოხერხდა. შემდეგი რა იყო? შემდეგ ტალღაში წავიდა, ხო გეუბნები ეს ბირთვულ კვლევით ცენტრებს და იმას, რომ დაარტყეს, ახლა კი მაგითი გარკვეულად შეფერხდება ეს პროგრამა, მაგრამ ჯერ ძალიან შორს არის ჩემი აზრით იმის თქმა, რომ აი რაღაცნაირად აღიკვეთა, ან თუნდაც რამოდენიმე წლით გადაიდო პირიქით, ეხლა შეიძლება ეხლა უკვე ყველანაირი ის მოხსნილი აქვს და აი ხა ესე რომ შეწყდეს, თუ რაღაცა ისეთი მკაფიო კონტროლის მექანიზმებზე და რაღაცაზე არ შეთანხმდნენ, რომ ლიკვიდაცია მოხდება ამ ცენტრიფუგების და რაღაცა, მე ვფიქრობ, პირიქით დაჩქარდება კიდევაც ბირთვული იარაღის შექმნა ირანში. თუ შენარჩუნდა რეჟიმი. ხო, იცი რა, რეჟიმის ცვლილების მაგაზე მე რეკითხა. ხო. გავაგრძელოთ სამხედრო ზიანს. ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ნაკლებ სავარაუდო მგონია ამ ეტაპზე მაინც, ხო და რისი თქმა მინდა, ძირითადი ზიანი მანდ რა შეიძლება იყოს, აი როგორც რუსეთის არ იყოს, ირანიც ცხოვრობს აი ნახშირწყალბადების გაზი, ბუნებრივი აირი და ნავთობი, ხო? ხო და აი მაგ ინფრასტრუქტურას ნელა-ნელა მიუყვნენ რა, პრაქტიკულად პირველი პასუხი რომ მიიღო ისრაელმა მერე დაბომბა პირველი, ასე ვთქვათ, მსხვილი აი ეგეთი ნავთობ ბაზა, სადაც ინახებოდა ეს დიდი რაოდენობით და გაზის გაზისაცავიც იყო. გაზისაცავი. აი მერე აფარტყიებს სწორედ სიაში აქვს ეგენი რა და ეგ მაგრამ თავს იკავებს მაგალითად დამავიწყდა სახელი იმ კუნძულის, საიდანაც ხდება მთელი ამ იმის ჯერ იქ შედის ეს ნავთობი და გაზი და მერე იქიდან კონცენტრირებულად ხდება აიმებზე ტანკერებზე ჩატვირთვა და იქიდან მოკლედ მარაგდება ჩინეთი, ძირითადად ჩინეთი არის 90%-ზე მეც, ირანული ნავთობისას ყიდულობს ჩინეთი. მაგრამ იმ კუნძულს არ ურტყამენ. ნელა-ნელა მიუყვებიან და ფასს უზრდიან. ეხლა ამაში შეიძლება ის ლოგიკა დავინახოთ, რომ ამერიკას უგორებენ კოჩს იმ ხრივ, რომ ტრამპმა რაღაცა დაიყოლიოს რაღაცა აი როგორც მე ვთქვი დამამცირებელ პირობაზე და მაინც რაღაცა შვიდობიანი შეთანხმებით დასრულდეს. ან არის მეორე ვარიანტი, რომ უბრალოდ, რა ვიცი, ეხლა ხაზი რას მინდა გაუსვა, რომ თავიდანვე ამერიკა მკაფიოდ აცხადებდა, რომ ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვიღებთ, იქამდე რაღაც ეგრეთ წოდებული სლივე როგორაა ქართულად, ინფორმაციების განზრახ გაჟონვა ხდებოდა, რომ აი თითქოს ბიბის და იმას ტრამპს ურთიერთობაც კი დაეძაბა, რომ რაღაცა არ ეთანხმება. ის ითხოვდა დარტყმას, ნეთანიაჰუ ითხოვდა დარტყმას, ტრამპი ეუბნებოდა, რომ არა არ დაარტყა რაღაც ეგეთი სტორი. მოდი ესე ვთქვათ რა, ეხლა მაინც ხო ჩანს ტრამპის რეაქციიდან, რომ არანაირი შეთამაშება აბსოლუტურად შეთანხმებული მოქმედება არის და არანაირად ხო წინააღმდეგობა არა. თუმცა მას უჭირა ტრამპი ცდილობს დისტანცირდეს პროცესისგან და ესეთი იმიჯი შეიქმნას, რომ მე არაფერ შუაში ვარ. ეგ ტაქტიკა აბსოლუტურად გასაგები არის. არა, გასაგებია და თან მაგაში მთავარი რა არის, ხო, რომ ის ცდილობს და უბრალოდ თან მუშაობს ეს პრინციპი, რომ ის იძახის, რომ მე აი როდესაც ირანი იმუქრებოდა, რომ საპასუხოდ იგივე ამერიკულ ბაზებს უფრო იოლად მიწვდება გესმისთან. ისრაელი უფრო დაცულია ვიდრე ის ბაზები და ის ინფრასტრუქტურა, რაზეც თქვია ეს საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა, იქ იმ ქვეყნების, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ზოგადად სოფლიო ეკონომიკისთვის. მაგაზე დარტყმისგან ირანი ჯერ თავს იკავებს და მხოლოდ ისრაელს ურტყამს. ესეც ერთგვარი ის არის, რომ რაღაცა ამ თამაშს აყვარა ირანი, რომ თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ამერიკა რეალურად ეხმარება. ეხლა მარტო გადაჭერაში არ ეხმარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ
მაგალითად სადაზვეროს ინფორმაციას ეხა მოსადს და თუნდაც ტექნიკური დაზვერვა ისრაელს ისეთი აქვს, რომ იქით მიაწვდის, რა ქვია, ამერიკას, მაგრამ მე ვფიქრობ, მან სხვა მხარდაჭერა არის, მაგალითად ტანკერებით, საჰაერო ტანკერებთან ეს თვით შორს რო არის ძალიან არ ესაზღვრება, ხო? და ორი ქვეყანაა მათ შორის, ანუ სირია უნდა გაიფრინონ, გადაუფრინონ, ერაყს უნდა გადაუფრინონ, ან იმას იორდანიას, საუდის არაბეთს, ანუ უზარმაზარი მანძილი უნდა დაფარონ ისეთ ქვეყნების თავზე საჰაერო სივრცეში, რომელიც პრინციპში ხა იორდანია კიდე მეტნაკლებად უკვე კაიხანია შერიგებულები არიან და მეგობრებად ითვლებიან, მაგრამ თუმცა ხა ეგეც ძალიან ისეთია, ხო, მაინც არაბული. არის კვამბა. ხო. ერაყი, როგორ გითხრა, ერაყი ხა სუნიტები შეიძლება რაღაცნაირად ისა, მაგრამ დიდი ნაწილი ხო შიიტები არიან იქაც და მოქმედებენ უკვე ერაყის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული შიიტური მილიციები და რაღაც შიიტური ეს რაღაც ჯიჰადისტური ისინი, რომლებიც იქიდან პირიქით ემუქრებოდნენ იმის ისრაელს დარტყმით, აი თუ ირანზე დაარტყმით. რაზე ვიძახი ხმა მოსინე, აი ამ საჰაერო სივრცეებში რომ მოქმედებენ მანდ უზარმაზარი ტანკერი რა არის, ხო, ეს არის დიდი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ბორცეც არის დიდი რაოდენობით საწვავი, ანუ ძალიან მაგარი სამიზნეა ჩამოგდება თუ გინდა რა. და იოლი ჩამოსაგდები არის შესაძლებლობით, როგორც სამგზავრო ლაინერი, ისეთივე იოლი, ანუ დიდი რადარზე კარგად ჩანს, დიდი სითბური სიგნატურა აქვს, ანუ ის იქ რო დაფრინავს თან მაგ დროს, როცა როცა მიდის შევსება საწვავის, ანუ ძალიან მოწყვლადია რა და ეხლა მანდ ძალიან ისეთი გარანტია უნდა კონდეს, რომ ხელს არავინ არ შეგიშლის და იმოქმედებ და მე უბრალოდ რას მივაქცია, იცი ყურადღება flight lines უყურებ ხოლმე და აფრინდნენ პირველ ღამეს, როცა დაარტყა ისრაელმა, აფრინდა იმიდან ყატარიდან და საუდის არაბეთიდან ამერიკული ტანკერები და გაფრინდნენ აღმოსავლეთ მიმართულებით და მაშინ დაიწერა კიდევაც აი შენ ადევნებ ალფა-სიხშირის პოსტებს და იქაც დაიწერა რომ აი შეშინდნენ ამერიკელები და თავის იმის პერსონალის ევაკუაციას ახდენენ სიამოვნებაში რა მოხდა მან ესენი აფრინდნენ და გათიშეს ეგრევე ტრანსპონდერები, ეგეთი, ანუ რომლითაც ხდება, ანუ იქ ხო როგორ არის, ერთი არის რომ რადარზე ხედავ და მეორე არის რომ თვითონ გადამცემი ჩართული აქვს იმისთვის, რომ აი სამოქალაქო იმასაც იმაში რაც ჩანს რა, უშუალოდ აი რითიც მაგ ფლაით რადარი ხედავს, მან გაქრნენ. და რა მოხდა? მაქედან რომ გაქრნენ რეალურად ეგენი სავარაუდოდ ასრულებენ საბრძოლო მისიებს და ავსებენ ამ ისრაელს, იმიტომ რომ ისრაელს მაგდენი ტანკერი არ ყავს, რომ 200 თვითმფრინავი ერთდროულად გამართოს საერში და ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, რომ მანდ ამერიკა ეხმარება, ანუ ეს პირდაპირ ჩართულობა უკვე უშუალოდ დარტყმებში. მერე კიდე ერთი რაღაცა არის ხა ჩვენ კი ასე აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ არაფერი არ ჩამოუგდიათ ჯერ ირანელებს და ღმერთმანქნას არ ჩამოაგდონ, ვერ ჩამოაგდონ და რაღაც და განადგურებულია მათი საწინააღმდეგო თავდაცვა და რაღაც, მაგრამ ისრაელს ხო ეგეთი გარანტია არ ქონდა და ისრაელის ერთი თვითმფრინავიც რო ჩამოაგდოთ და ერთი პილოტიც რო დაეტყვევებინათ, ეს ირანის ხელისუფლების ხელში იქნებოდა უძლიერესი ბერკეტი ამ ფსიქოლოგიურ პიარს ააგებდნენ. ძალიან სერიოზულ პიარს ააგებდნენ და ანუ ამის დაშვება რომ იქ პილოტი დაეტყვევებინათ არაფრით არ შეიძლებოდა. ანუ როგორც მინიმუმ თუ ერაყის ტერიტორიაზე შეფრინდება იგივე F-35, რომელიც ძნელი სტელსობის გამო და რაღაც ძნელი ჩამოსაგდებია, მაგრამ თეორიულად ეხა მასე სერბეთის თავზეც ის F-17 ვერ უნდა ჩამოეგდოთ, ხო, თავის დროზე, მაგრამ რაღაცნაირად გაუვარდათ და ხდება რა, ყველაფერი ხა საზენიტო არტილერია რო ისვრის ელემენტარულად შეიძლება ბრმა ჭურვი მოხვდეს იგივე, ხო? ხო და რატო ვიძახი? იმის გარანტია რომ იქ არავის ან ტექნიკური გაუმართავობის დროს შეიძლება ჩამოვარდეს, ახლა ყოველთვის ხდება რა, როცა ესეთი ინტენსიური მოძრაობა აში რაღაცა შეიძლება მოხდეს ჩერპე და ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი და პილოტის გადასარჩენად აუცილებლად მოსაზღვრე რაიონში უნდა იყოს მორიგე ჰაერში მფრენი პირდაპირ მორიგე რაღაცა ჯგუფი სპეცდანიშნულების რაზმით შეუმფრენებით, რომლებიც შეფრინდებიან და ამ იმას ევაკუაციას მოახდენა. წარმოიდგინე ამერიკის გარდა ერაყის ტერიტორიაზე ეგეთი შესაძლებლობები, რომ იქ ახლა ვერთფრენებით რაღაცა ბაზა კონდეს, სადაც სპეცები განლაგდებიან და იქიდან იმუშავებენ იმაზე, რომ თუ რაღაცა ირანიდან გამოიყვანონ პილოტი არ არსებობს. მე დარწმუნებ და გავცელდა
ვიდეოები, რომ ღამე ჩამქრალი შუქებით, ასე ვთქვათ, ამერიკული შეუმფრენები ძალიან აქტიურად მოძრაობდნენ ირანის საზღვრის გასწვრივ, ესე ბარაჟირებდნენ, მორიგეობაზე იყვნენ რა სავარაუდოდ, ანუ იმის აი მოლოდინში რომ რაღაცა ოპერატიულად, ასე ვთქვათ, რეაგირება მოეხდინათ და რა საინტერესოა. ხო ანუ ეგ ვითომ იმით ახსნეს რომ ამერიკული აი საელჩოს და რაღაცის დაცვისთვის და მაგრამ ნუ მე მაგალითად ძალიან ისეთ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რახან ვიცნობ ამ სპეციფიკას ამ იმის რომ ისინი იქ ალბათ ბორდზე ამერიკელებიც იყვნენ შეიძლება ებრაელი სპეცებიც იყვნენ რომლებიც მზად იყვნენ იმისთვის რომ გამოეყვანათ იქიდან აი ეს თუ რაღაცა მოხდებოდა და ჩამოვარდებოდა თვითმფრინავი პილოტი გამოეყვანათ ანუ ამ ხრივ ამერიკა იქ მონაწილეობს რა ანუ იმის ილუზია რომ დაბომბვაში არ მონაწილეობს, მაგრამ დაბომბვის კომპონენტს რაც შეეხება, ხა მოდი ასე ვთქვათ რა, ისრაელის ავიაცია F-22-ის გარდა პრაქტიკულად ყველა იმ თვითმფრინავს ფლობს ტაქტიკური ავიაციის, არასტრატეგიულის, რომელიც აქვს ამერიკას, თუმცა ფლობს თან როგორ F-35-ების გამოცდილება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო გამოყენების აქვს მარტო ისრაელს, ანუ გაცილებით მდიდარი თან ანუ ისეთი პილოტები მომზადებული, ნუ არანაკლები ყავს უკეთესიც, იმიტომ რომ რეალური საბრძოლო გამოცდილება მეტი აქვს და მეტი ნაფრენი აქვს. ეხლა ბოლო 2 წელიწადია მაგალითად შედარებით იოლ პირობებში, მაგრამ მაინც მოქმედებენ იგივე სირიის და ლიბანის თავზე და ასე შემდეგ. ხო და რისი თქმა მინდა რომ ანუ ნუ ჩათვალე რომ აი 200 თვითმფრინავი ამერიკული ეს სერიოზული ძალაა, ხო? ანუ აი ეგეთი მოქმედებს აღარ ჭირდება რა რეალურად მეტი მანდ თუ არ ჩავთვლით იმ სიღრმისეულ სამიზნეებს, რომლის დაბომბვაც ასე ვთქვათ, მიწის ქვეშ ხო? მიწის ქვეშ რომელიც არის და რომელსაც ფიზიკურად უბრალოდ ვერ მოერევა ის რაც აქვს. ვერ ჩააღწევს. 2 ტონიანი აქვს მაქსიმალური რაც არის F-35-ს გადააქვს, F-35-ს ვერ გადააქვს, F-15-ს გადააქვს. აი ეგენით შეიძლება, მაგრამ მაგის სიღრმე მარე, ნუ იმის რა ქვია 20% რაც საჭირო არის რომ იქ ჩააღწიოს იმ ბომბმა და ეგეთები აქვს მარტო ამერიკას. რაღაც ეტაპზე თუ ამ ბომბებით და ამ ავიაციის სტრატეგიული ავიაციით ამერიკა არ ჩაერთო, ნუ არაფერი გადარჩება რა, ის ცენტრიფუგები გადარჩება, ის ძირითადი აქტივი რაც არის ამ ხრივ, აი ამ ბირთვული იარაღის შექმნის ხრივ და ნუ მე უბრალოდ დროში, ნუ კიდე დაჭირდება რა დამატება და ადრე თუ გვიან ისევ ამერიკელების ჩართულობა რა და ანუ ნუ პირდაპირ იქ უნდა შეუშვან იმ საიდუმლო ობიექტებზე, თუმცა ეგ ნუ ისეთი თემაა რა, ანუ იყო ხო შეთანხმება თავის დროზე და ტრამპი გამოვიდა მაგ პირველი კადენციის დროს თავისი მმართველობის, იმიტომ რომ ნუ არაეფექტურად ჩაითვალა, ატყუებდნენ რა ელემენტარულად იმ ექსპერტებს, ყველაფერს არ აჩვენებდნენ და ნუ აი რაღაცა ეს იწილო მიდიოდა და ნუ ჩაითვალა რომ ნუ თავი რატომ მოვიტყუოთ და მოდი გამოვიდეთ და დაუწესოთ სანქციები. ხო, ნუ ამ შემთხვევაში ანუ უნდა გადაწყდეს ან ახლავე უნდა განადგურდეს ეს ყველაფერი და დაუსვან წერტილი ან შემდეგ კიდე რაღაცა იგივე ტიპის რისკებთან ექნებათ საქმე, ხო? ხო. ამას ამბობ. თუმცა რა არის, ახლა მაშინ მაინც რაღაცა, იცი, პირველი დარტყმა ყოველთვის ჭირს რა, რაღაცა ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც იყო, რომ აი დიდი ქვეყანა რა მოყვება, რა შედეგი. მოყვება რაღაცა ხო, მაგრამ ახლა დიდი ქვეყანა რო ახლა 90 მილიონი და ისა, ნუ გასაგებია რომ დაუშვათ მან გაცილებით რთული იქნება ერაყის ტიპის სცენარი. იმიტომ რომ იქ თუ პარტიზანული გაგიმართა და შენ წინაამდე გამოვიდა ამ ხელა მოსახლეობა, ნუ მაშინ ეს პრაქტიკულად ნუ ძალიან დიდ ფინანსურ და ყველანაირ დანახარჯებთან არის ადამიანურ მსხვერპლთან და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ თუ სახმელეთო ოპერაციას არ ახორციელებ მხოლოდ საავიაციოს, ნუ გიждდება ის, რაც გიждდება აი საავიაციო მასალა, რომელსაც ყრი. კაი, მოდი ერთ კითხვას დაგისვამ, აი ამ რეალობაში, რასაც ჩვენ უყურებთ, აი ამ სცენარით რომ გაგრძელდეს რა, ანუ ცალკარა გვაქვს, ხო? ანუ ის უტევს მათი შესაძლებლობები, არ ვიცი შენ ახსენე ირანის შესაძლებლობები, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რასაც აჩვენებენ ალბათ, ხო? ამაზე რას ფიქრობ გითხარი? როგორ წარმოგიდგენია ვადები, აი ამ ტემპით, აი ამ მოცემულობით რაც გვაქვს, აი ამ ოპერაციის გაგრძელების და სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი. ხო, აი გუშინ ცლად პოსტების წერა მე ბოლო დროს მაპატიეთ, მაგრამ მეზარება ხოლმე, მაგრამ
დავწერე კომენტარში ჩემი აზრი მაგაზე, რა არის, 200 თვითმფრინავი არის ისრაელის ავიაციის 65% სიით რაც აქვთ ავიაციაში საბრძოლო თვითმფრინავების 65%. უბრალოდ რო გვესმოდეს ყველაზე მაღალი დონის ბრძოლის უნარიანი ეს სამზოლო მზადყოფნაში რო არიან ის საჰაერო ძალები თავის ეს სიით განსაზღვრული რაღაც რაოდენობის სადღაც ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 80-85% ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ რაღაცისთვის კონკრეტულად ომისთვის მიზადება აი ეს პროცენტი აქვთ ხოლმე მყავთ ხოლმე მზად მაგრამ არის კიდე გააჩნია თვითმფრინავების ტიპებს მაგალითად F-35-ების ესეთი მაღალი პარკის ესეთი მაღალის ძნელია იმიტომ რომ მათ მოვლა უფრო ფაქიზი თვითმფრინავებია ამ სტელს ზედაპირიდან და ბევრი რაღაციდან გამომდინარე მოკლედ უფრო დაბალია ხოლმე ეგ პროცენტი კიდე რა ანუ რისი თქმა უნდა 200 თვითმფრინავი ახლა ისრაელის არის რეალურად ყველაფერი რაც დაფრინავს ანუ მათი ესე მაღალინტენსიური გამოყენება ამ სიშორეზე წინ და უკან ყოველდღე რამოდენიმე ასე თქვათ გაფრენის განხორციელება იქთან როგორ არის ეკიპაჟებიც ხო იღლებიან მაგრამ რამოდენიმე ეკიპაჟია მინიმუმ 3 ერთ თვითმფრინავზე და ის თვითმფრინავი მუშაობს მოფრინდება ეგრევე ტექ პერსონალი იმაშვება რომ შემდეგი გაფრენისთვის გაამზადოს ეს არის უზარმაზარი დატვირთვა რესურსზე და ყველაფერზე დიდხანს და მე რამოდენიმე დღეზე მაქვს სხვათა შორის საუბარი არა უმეტეს ერთ კვირაზე დიდხანს ასეთი ინტენსივობით ასეთ მასშტაბურ ფრენებს ფიზიკურად ვეღარ შეიძლება ნუ მე ელემენტარულად რაღაცებს მიმდინარე რემონტი დაჭირდება რა რომელიღაც თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი დაჭირდება ხა გააჩნია რა კიდე რამდენად ახალია ეს თვითმფრინავი რაც უფრო ახალია მით უფრო ასე ვთქვათ და ოღონდ აი F-35-ს კიდე თავის სპეციფიკა აქვს როგორც აღნიშნე ანუ მან ისეთი თემა რა მასეთი მაღალი ოპერატიული დაძაბულობის ასე ვთქვათ დიდხანს შენარჩუნება არ შეუძლიათ არავის მიუხედავად იმისა რომ ამ ხრივ ისრაელი არის გამორჩეულად კარგად მომზადებული მაინც ვერ შეძლებენ რა დიდხანს ამ ტემპების შენარჩუნებას თუ ამერიკა არ ჩაერთვება ეს რაღაცნაირად ნელ-ნელა თვითონ მინავლდება რა მაგრამ ეხა მოდი ასე ვთქვათ ამ ვთქვათ კიდე 5 დღე რო ესეთი ინტენსიური დაბომბვა გააგრძელონ რაზიანს მიაყენებენ ირანს ხო ანუ ყოველ დღე პრაქტიკულად ნუ რა ვიცი ხა თან ოღონდ გააჩნია კიდე რასამიზნეებს აერჩევენ აი იმიტომ ვიძახდი რესურსის ისეთ ფლანგვაზე ხა ამათმა თუ იქ რაღაცა კონკრეტული სახლების კორპუსების რაღაცა ბინებში წერტილოვანი დარტყმებისთვის ამხელა ფრენები ამდენის განახორციელეს რომ ვიღაც პიროვნება მოკლან ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდეს. მე მგონი ეგ ეტაპი დაასრულეს უკვე პირველი დღის ამოცანა იყო რომ ეს იმიჯურად ეს ზიანი მიეყენებინათ, ხო? იქ აღნიშნე რომ არავინ არ არის შეუცვლელი და ვიღაცები ჩაანაცვლებენ იმ ხალხსო, მაგრამ ეს იმიჯურად მე ასე მგონია რომ ძალიან დიდი დარტყმა იყო, მით უმეტეს ეგეთი ტიპის მართლობაში და სადაც ამ პერსონები არიან რაღაცა სავარაუდოდ ეგ რესურსი ჯერ იმიტომაც არის რომ ის ხალხი ვინც ახლა ისა განსაკუთრებით დაცულ ალბათ მიწისქვეშა რაღაც აკომანდო პუნქტებში და რაღაცაში გადაიყვანენ, უფრო დაიცავენ სავარაუდოდ და პლუს ამისა ნუ ახლა ის მოსადის ჯგუფებმა რომლებმაც ეგ განახორციელეს სავარაუდოდ უკვე ირანის ტერიტორია დატოვეს, იმიტომ რომ გაიშიფრნენ, ნუ რაღაც ნაწილი ალბათ არ გაიშიფრა და რჩება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც საქმე გააკეთა, ის ხალხი გამოვიდოდა ალბათ. გამოვიდოდა ხო, სავარაუდოდ ან რაღაცადღაც ელოდება რაღაც ევაკუაციას და ამ შემდეგ ანუ რისი თქმა მინდა რომ ხო მასეთი დარტყმების ის ალბათ ამოწურულია, მაგრამ ანუ გააჩნია რა, ეხა ირანს გააჩნია საკმაოდ მოწყვლადი ინფრასტრუქტურა, ისეთი რომელზე დარტყმითაც შეიძლება მისი დაზარალება ეკონომიკურად, ანუ აი ბენზინის, ამ ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურა თუ გაუნადგურეს, ანუ მათი საბიუჯეტო შემოსავლების ანუ როგორ გითხრა, შეიძლება იმხელა პროცენტი არა რაც რუსეთში, მაგრამ ეგ არის ის მამოძრავებელი რა, ანუ ის სოფლის მეურნეობა თუ რაღაცა იქ მსუბუქი მრეწველობა თუ რაღაცა არის უფრო დამხმარე და წამყვანი სეგმენტი არის ენერგორესურსები. შეარაღებული ძალები და ეს გუშაქთა ისა პირდაპირ მაქედან ფინანსდება, გესმის ეს ვირტუალური პროგრამაც მაქედან. ეგ თუ გამოუთიშეს უბრალოდ მე ზუსტად ახლა შენ რეჟიმ ჩეინჯზე რო ლაპარაკობდი, რეჟიმს იცი რა პრობლემა დაუდგება, რომ და თუ ეგ გამოეცალა ფული თუ აღარ ექნება თუ ვეღარ მიცემს ხელფასი მძალოვანს ხო ის რაღაცა ლოიალობის გამო არ არის მასთან ხო
ну არა არიან იქ იდეური ხალხიც და წასასვლელი რო არა აქ ან ისეთი ხალხი და რაღაც მაგრამ რო ინახავენ ეს ალბათ ესეა ისინიც კი შეყომდებიან რაღაც მომენტში თუ დაინახავენ რომ ვეღარ უხდის ხელფას და ვეღარ გადაუხდიან თუ ამ ინფრასტრუქტურას დააზიანებენ ანუ სწორედ ეგენი ხა იმდენად არ არიან გაცოფებულები იმით რომ ბირთვულ ობიექტებს ურტყამენ თან იქ როგორც გითხარი ძირითადი ისა მაინც გადარჩება რა თუ ეს თუ არ ჩამოყარეს ძიმე ბომბები რაც არაერთხელ ამერიკელებმა ხო და სხვა მხრივ ახლა ირანს როგორ გითხრა ყველაფერს აიტანს რა და ყველაფერს შეინარჩუნებს თუ ეს ეკონომიკა არ მოურღვიეს და ეკონომიკის მთავარი ეს ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროები თუ არ მოუყიდა აი თუ მაგ მხრივ წავიდნენ 5-7 დღეში ასეთი ინტენსიური დაბომბებით აი მარტო ეს გაზ ნავთობ ასე თქვათ ინდუსტრია თუ უბომბეს მაშინ სერიოზული ზიანის იმდენად სერიოზული რომ ახლა გეუბნები მე შეიძლება საერთოდ არ გაეკარონ მაგრამ თვითონ შიგნით არ დაერიოს კი ბატონო მოდი რადგან შიგნით არ დავახსენე მივყვეთ მაგ თემას მუდმივად ყველა განცხადებაში მათ შორის ნეთანიაჰუს განცხადებაც მოვისმინეთ ამაზე სადაც პირდაპირ მიმართავდა ირანელ ხალხს არის ამაზე აქცენტი რომ ჩვენ ხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს დროა რომ ახლა ყველაზე სუსტია რეჟიმი და ეს თქვენ უნდა შეცვალოთ მითხარი შენი აზრი მე მაქვს ეგეთი შეხედულება რომ ეს ყველაფერი მიდის მაგ სცენარისკენ რომ საბოლოოდ ჩემი აზრით ისედაც არსებობს საკმაოდ დიდი საპროტესტო მუხტი რომელიც არსად არ წასულა პირიქით როცა რამდენიმე მცდელობა იყო და მასობრივი გამოსვლები იყო წლების განმავლობაში და მე ეს ჩაკლეს ხო ეს და ამ რეჟიმმა გააკეთა ისევ იქ არის ძალიან ბევრი დათრგუნული ადამიანი წინა ეპიზოდშიც ვამბობ სადაც როცა მე იმედი ჩნდება რაღაცის ცვლილების ეს დათრგუნული ადამიანები მე აქტიურდებიან ხო მე გარდა ამისა ხედავთ ხო ჩვენ რომ იქ გაჩნდნენ უკვე იქ შახის მემკვიდრემ თქვა რომ დროაცვლილებისთვის ხედავთ ადამიანებს რომლებიც მიადგენენ საზღვრებს და ხედავთ იქ მთელ პროცესს ხო საცობებია დიდი ქალაქების გასასვლელებთან მეზობელი ქვეყნების საზღვრებზე და ამ ყველაფერს რა ვიცი ემატება ის რომ იმიჯურად თანდათან ირყევა რეჟიმი ხო ამას თუ დაუმატებთ ხა იმ სცენარს რაზეც შენ საუბრობ რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ესე გაგრძელდეს არ ვიცი თანდათან მიდის დღეს სხვათა შორის BBC-ს ეთერში შუადღეს ვუსმენდი ერთ-ერთი ირანელი სპეციალისტი იყო რომელიც საუბრობდა პოლიტიკური ცვლილების საკითხზე ეგეთი საინტერესო რამე თქვა რომ იცით რა ეხა ბომბები როცვივა რანაირად შეიძლება ხალხი გამოვიდეს ქუჩაშიო ხო ანუ პარალელურად ეს პროცესი როგორ წარმოგიდგენიათო გასაგებია რომ ეგ მოწოდებები კეთდება მაგრამ ხო უნდა იყოს შესაბამისი გარემო რომ გამოვიდეს მაგრამ ალბათ ამ კამპანიის დასრულების შემდეგ მაგასაც მგონია რომ პოლიტიკური განცხადებებით საჯაროდ თუ არასაჯაროდ რაღაცა პროცესებით ხელს შეუწყობენ რომ ეგ თანდათან გააქტიურდეს ეგ პროცესი მე მგონია რომ ანუ მაგ წარუმატებლობას, მაგ იმიჯის ნგრევას, ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ეკონომიკური ისედაც სანქციების ქვეშ მყოფი 10 წლების განმავლობაში მყოფი სანქციების ქვეშ ეკონომიკური რაღაცა აი ამ წნეხის პირობებში არ ვიცი რა გარჩება მაგ ყველაფრის წინააღმდეგ საკმაოდ კარგი ბაზა მზადდება როგორც ჩანს მოდი მითხარი შენი აზრი. აი შენ ლოგიკაში დაგეხმარები და წაგაშველებ კიდე ერთ არგუმენტს, ანუ ზუსტად რა არის, იცი, აი იმ დაბომბების სიის, ანუ სამიზნეების არჩევის ეტაპების იმაში ლოგიკაში ჯდება ეგ რასაც ამბობ რა გაგებით უყურე პირველი ეტაპი აი როდესაც ნუ ხსთ განადგურდა და ეს წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა მერე იყო რომ ანუ არ გვიპასუხოთ თორე ჩვენ გადავალთ უკვე აი უთხეს პირდაპირ უთხეს რომ ამ ეკონომიკურ ობიექტებზე გადავალთ და მაშინვე იყო პირველი მეორე დღეს იყო იმის ნეთანიაჰუს მიმართა რომ შიგნიდან აჯანყდით რეჟიმის წინააღმდეგ რა ხო და რისი თქმა მინდა იცი ეგ ლოგიკა არის რომ პრინციპში ეკონომიკაზე დარტყმა აზიანებს მარტო რეჟიმს კი არა ანუ ხალხსაც უარესებს საყოფაცხოვრებო პირობებს და ასე შემდეგ ხო ანუ ეს რაღაცნაირად
განაწყობს გარე აგრესორის წინააღმდეგ. ანუ შენ თუ მე ეკონომიკას მინადგურებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის საძულველ რეჟიმს ურტყამ, ხო? რაღაცნაირად დოზირებულად ხდება ეს იმისთვის, რომ ანუ რაღაც ის გაჩნდეს, რომ ანუ ვიცი რა, მე უბრალოდ თქვენ კი არ გინდა ჩაგბომბოთ ირანი რაღაცა ქვისხანაში, არამედ ვცდილობ, რომ დაგანახო რომ აი ამ რეჟიმის გამო ხდება ეს. ამ რეჟიმის გამო ხდება და მე ყველანაირად ვთვლობ რომ არ მოგისპო შენი არსებობის წყარო. გამიგე ეს ლოგიკა არის კი ბატონო. ნუ და სხვათა შორის საზღვარზე გადასული ხალხსაც არ აკავებენ ისინი, იმიტომ რომ საზღვარზე გაქცეული ადამიანი არ არის ის ვინც შიგნით რჩება და ხო, ეგ რუსების ანალოგია ამ შემთხვევაში, ხო? ომის გამოიქცა, ხო, ის კიდე კაცმა არის ის გულში შემატკივრობს, მაგრამ ბევრს ვიცნობ, რომ ევროპაში და იმაში გაქცეული არის და იქ გაწყობს პრორუსულ ომის მომხრე, ასე თქვათ, ხო, ნუ ეგ თემად კიდე სხვაგან წაგვიყვანს. ხო, კი ბატონო, ანუ რისი თქვა მინდა, ეს მაინც გაქცეული ადამიანი გაქცეული არის რეჟიმს შიგნიდან უნდა რყევა და ვინც რჩება და არა, ეგ გაქცევა მე ვახსენე რა კონტექსტში იცი, რომ ადამიანები არიან შეწუხებული ამ ყველაფრით და წნეხის ქვეშ არიან რა. ხო, ნუ ეგენი მე მგონია რომ არ გარბიან რაღაც ამუდამოდ, ეგენი დროებით გადიან. კი, გეთანხმები, თუმცა მან ერთი ასპექტი აქვს მაგ თემას, კიდე ჩვენთან როდენილები მოაწყდება სავარაუდოდ, მაგ თემა არის რომ ამოვწუროთ ეგ ამბავი, მაგრამ შიგნით არის რა თქმა უნდა ირანში საკმაოდ დიდი პოტენციალი არის ისე რა ქვია წინააღმდეგობის რეჟიმისადმი. მეცაც გეტყვი რა. მე ეგეთი შტაბ-შტილება დამრჩება, რომ პრეზიდენტი პეზეშკიანი და იქ საგარეო საქმეთა მინისტრი და რაღაცა სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს დანებებაზე და ეგ განწყობები გამოიკვეთა დღეს განცხადებებში. შეიძლება თვითონ უკვე მთავრობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმ ხალხის აზრის, ასე ვთქვათ, გამტარები და გამომხატველები იყვნენ. რეალურად ყელში აქვთ ამასული და ცვლილება უნდა. ხო, ნუ იცი რატო, იმიტომ რომ ხა მათ ესმით, რომ ეს რაღაცა ძალიან ირაციონალურია, რაღაცა ისრაელს ეომო, აი გაუგებარი არისთვის რა. ეს რაღაცა ხო ეს იერუსალიმის თემა და რაღაცა ხო რამდენი ხანია ჩა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, გარემო რა ხდება იქ სხვა ქვეყნებში, სადაც განვითარებაზე გააკეთეს აქცენტი და მატერიალურად ეხა ყველა მეზობლებს რა უყურებენ, როგორ არიან. კი, ნუ იგივე ნავთობი და გაზი აქვს და გაცილებით ამითი ხეირობენ და ეხა იმის მუშუპუ ისრაელზე ნაკლებია მიუხედავად იმისა 90. ღარიბი ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ეკონომიკური და ყველანაირი პოტენციალი აქვს, ხო? ხო და და არის რა რეალურად ეხა კულტურული ერია რაც არ უნდა ვთქვათ, ხო, ეხა ჩვენი რაღაცა ისტორიული ანტაგონიზმის და ბევრი რაღაცის მიუხედავად უზარმაზარი კულტურა, უზარმაზარი ირაკის შეხება ირანელებთან, არა საქართველოში, სხვაგანაც და აქაც გაოცებული დარჩენილ ვარ მათი შრომის უნარიანობით, მათი აზროვნებით, შეხედულებებით. იქ სხვა მისწრაფების ხალხია აბსოლუტურად რა. და მეცაც გეტყვი იმ არაბულ ქვეყნებს მეზობლები. მე მგონია თურქეთში ბიზნესმენებთან, ირანელებთან შეხება, რომლებიც თურქეთში ან ძალიან მაგრად არიან, აბსოლუტურად სხვა მოწყობის ხალხი არის და სერიოზული საქმოსანი პოტენციალი აქვს საზოგადოებასაც და ქვეყანასაც ეს ცხადია და მათთვის ეს არის ძალიან დიდი მუხრუჭი რაც ახლა იქ ხდება. მაგ მხრივ რაღაცით ჩვენ სიტუაციას წააგავს, ჩვენთანაც აქ რაღაცა მომძლავრებული რაღაცა თეოკრატიული რაღაცა ელემენტებია, მოკლედ რა და რეჟიმი რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებას. იცი როგორი თემაა მან კიდე ირანში პრინციპში ხო ეს წინააღმდეგობა ხო არსებობს და პლუს ამისა ჰიბრიდული სისტემა მიუხედავად იმისა რომ ეხა გვესმის რომ არაფორმალური მართლობა არის აიათოლების უბრალოდ რაღაც დონეზე ფორმალიზებული მაგრამ იმ დონეზე არა როგორზეც რეალურად ერევიან ხო უფრო მეტად ერევიან ვიდრე უნდა ერეოდნენ მაგრამ არჩევნები მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნები და ისე კონკურენტულია ხოლმე, რეალური კონკურენცია და რეალური დემოკრატიული არჩევნებია ხოლმე რა, რაღაც გაგებით ჩვენზე გაცილებით დემოკრატიული. არჩევანი აქვთ იქ. არა, იმიტომ რომ ხა რო გადახედო რა, თუ ადევნებდი თუ აყურს და უშუალოდ ყველა არჩევნებს, ბოლო არჩევნებს არაპროგნოზირებადი შედეგები ჯდებოდა ხანდახან და ხანდახან არ მინახავს რო არ მოვიტყუო ნამდვილად. არა, კი, ნამდვილად. არ დავკვირვები ვარ. იცი რა, ცოტა გასაკვირიც კია რა, როცა იდეაში იცი რომ ისა, მაგრამ
ანუ რაღაც დონეზე დაშვებულია აი მაგალითად მედია ჩვენზე სუსტი ყავთ გასაგებია და იქ უფრო მეტი შეზღუდვებია რაღაც, მაგრამ აი არჩევნებში კონკურენცია იქ მეტია რა და შეიძლება ვიღაცა ოპოზიციონერმა მოიგოს იქ მოსულა. ანუ ეგეთი რაღაცა არის რა. ხო და რაზე ვიძახი ხა აქვს რამდვილად აქვს მაგათ რაღაც სწორგზაზე დადგომის პოტენციალი. ეს გარედან დარტყმებმა შეიძლება მაგას ხელი შეუწყოს, მაგრამ მართლაც ეცი რა, აი სწორედ ეხა მან ძალიან ვიწრო იმაზე გადიან ეხა რა, ისე არ უნდა გაამწარო ხალხი, რომ მე ამ კონსოლიდაცია მოხდეს ამ რეჟიმის გარშემო, როგორც გარემტერთან თავდაცვის ამუშავდეს და პირიქით უფრო მეტად მოემატოს ამის გამო მას რაღაცა პოპულარობა, რომ აი იცავს საგარეო აგრესორისგან. ანუ ისე უნდა მოხდეს ეს, რომ თან დასუსტდეს და თან მთელი ბრალი და ის გადავიდეს. შეცდომა გამოჩნდეს, რომ დაუშვა. ხო და იცი რა არის სიმართლე გითხრა, აი ამ კუთხით მიყავთ, კი. კი, მიყავთ. უბრალოდ ეს რამდენად გამოიღებს შედეგს არ ვიცი, იმიტომ რომ ნუ ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ისაყავთ ხა აი ძნელია რა, როცა მართლა იქ ხო ჯარიდან როგორ არის? ჯარია და პარალელურად უფრო ძლიერი ჯარი არის ეს გუშაგები და ეს გუშაგები რეალურად იდეოლოგიურადაც და ყველანაირად კონტროლებენ ყველაფერს, აზრს და მოხატვას და ყველაფერს. ოღონდ როგორ არის მანდაც როგორც თურქეთში რომ რეჟიმს უფრო მეტად სოფლებში, ანუ სოფლად უჭერენ მხარს და ურბანულ ნაწილებში, სადაც უფრო ისეთი განათლებული და ისეთი მოსახლეობა არის მეტი არის სეკულარიზმი და ისა იქაც ეგრეა რა ძირითადად განა პროვინციებზე რა ქალაქში ბევრი მოწინააღმდეგე ყავთ რომელიც ამ წუთას შეიძლება ვერ გამოდის და ვერ იმასშვება მაგრამ ნუ შინაგანად ეს თემა დუხს ხო თუმცა აი ეგეთი ნაწილისთვის რაც ახსენე ხო ჩემი აზრით ანუ ისე არ ვამტკიცებ არაფერს ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი და ღიად ვამბობ ხოლმე რასაც ვფიქრობ აი ეგეთი ნაწილისთვის ძალიან მაგრად მუშაობს იმიჯური დარტყმა. აი ის რომ შენ მოუკალი გენშტაბის უფროსი, ჩამოუგდე ის ეს. აი მარტო მაგითი თუ ამბობ. აი სხვათა შორის ხო აი მაგენეიზე წავიდა ლაპარაკი რომ იქ შეუთვალეს რომ არც ისეთი დაცული ხარო. შემდეგ იყო ეგ ბოდიში შემდეგ იყო რომ თითქოს ტრამპმა ვეტო დაადო მაგ ამბავს და მოუწოდა ისრაელს რომ ეგო არ გააკეთოთო ესეთი განცხადება გამოვიდა. ხო, თუმცა ფაქტია რომ მემუქრებიან. მაგაზე რა ვერსია, ანუ რას ფიქრობ შენი აზრი მაინტერესებს და ხო, იმ ხალხს ვისაც ძალაუფლებისკენ, ანუ ის რომ დავასრულო ის აზრი, ვისთვისაც ძალაუფლება არის მნიშვნელოვანი, ვინ არის სათავეში და რა ვიცი, ძმაო, მე იმისკენა ვარ, ჩვენთან როგორც არის ეგრე, ის მოვიდა იმისკენ არის, ეს მოვიდა ამისკენ არის და ყოველთვის ეგრე იქნება პერიფერიებში და იქაც ესეა და თურქეთშიც ახსენე და ასე შემდეგ. ხო, მაგ ხალხისთვის მაგან ჩემი აზრით იმუშავა. თუ იქ გაიგებენ რომ მორჩა ესენი დამთავრდნენ, მეორე მეფეს დაუკრავენ ტაშს და ეს იქნება. ხო, ანუ ორი თეზისი თქვი ახლა ჩემი აზრით, რომელსაც ორივეს ვეთანხმები და ვიზიარებ, ანუ ერთი რომ იცი რა არის, ამას აიათოლას მაინც აქვს რაღაცა ისეთი საკრალური რაღაცა იმის ის შარავანდედი ასე ვთქვათ, რაღაცა მაინც თუნდაც იმ რეჟიმის წინააღმდეგ ანუ ყოფილო მოსახლეობაშიც რაღაცა მაინც ისეთი წარმოდგენაა რომ ეს რაღაცა წმინდა არ შევეხოთ არ შევეხოთ და რაღაცა ანუ ამიტომ იკავებენ თავს მისი ლიკვიდაციისგან მაგრამ რაც შეეხება იმას რომ აჩვენებენ რომ რეჟიმი სუსტია რომელიც თავისივე იმებს ჩინოვნიკებს და რაღაც იმებს გავლენიან ტიპებს ვერ იცავს ხო ეგ არის კი ბატონო ეგ ზუსტად აი იმ ხალხს ძალიან მოქმედებს ვინც აი შიშის ძლეველობის მითის დასანგრევად. ძალის ხო არის კატეგორია ხალხის რომელიც ყოველთვის გამარჯვებულისკენ და ძლიერისკენაა ჩვენთანაც ეგრე არის არჩევნებში აი რაღაც ერთი რო მართული გუნდი რო შეიძლება რაღაც კატეგორია ეგრევე ავტომატურად გადაიხდება ხო და იქაც ეგეთი საკმაოდ დიდი არის და კი ბატონო მაგაც წინააღმდეგ იქ სერიოზულად მუშაობს. თან ეხა ხო რაზე ეუნებიან ნუ აი თან იძახიან ბირთვული არ გვინდა თან არ ეშვებიან ქვეყანაში სადაც ეს იგი სადაც არ უნდა ჩაარჭო გაზი ამოვა ნავთობი ამოვა გინდა თუ არა ენერგეტიკისთვის გჭირდება ისა რა ქვია ბირთვულიო ცოტა
ხო, არ არის მყარი არგუმენტი. ხო, ანუ ისეთი არგუმენტია თვითონაც რომ არ ჯერათ. ეხლა სხვა სამედიცინო და ის გასაგებია. პრაგმატულ ხალხს ალბათ მაგის. სამედიცინოსთვის პლუტონიუმი და მის ურანის გამდიდრება არ ჭირდებათ, ანუ ტყუილია ეგეც რა. ანუ ძალიან ისეთი თემაა. ანუ ეხა იგვისჯერა, რა ვიცი. და ამის გამო რომ ისჯები, როგორ გითხრა, რეალ და თან რომ ვერ იცავ თავს. ეხლა ისჯები, ეხლა პრინციპულად რომ გახარდა ორ ფეხზე გახარდა რაღაცა იმაშვები კი, მაგრამ ეხლა რო ხედავენ რომ მაგის გამო 48 საათში რომ დაგამხეს მთელი შენი ეს დაგიარეს და დაფრინავენ ყოველ წამს შენ თავზე. იარი რო იცი რა, აი ამას უზამთ იმას თან ის რაღაცა პათეტიკური ის რომ აქ თუ ახლა გაიხსნება კარი ბჭერა, ჯოჯოხეთის ამას გიზამთ, იმას გიზამთ და იქ ანიმაციებს რო აკეთებენ, წვიმა რომ მოდის. ორი სახლი დაინგრა, თავიდან კი უხარიათ, მაგრამ მე აღმოაჩენენ, კაი, 30 კაცი, 100 კაცი მოკლეს ებრაელი და რა, მე ეს იმის საფასური არის, იმის სანაცვლოდ, რაც თვითონ მიიღეს. და მიიღებენ კიდე, და მიიღებენ კიდე, ხო, რაღაც მომენტში მაგან ყველაფერმა უნდა იმუშაოს იდეაში, მაგრამ არ ვიცი, ანუ მაგაზე მე როგორ რაღაცა ვთქვი, აი მაგ გათვლით რომ მაგ ბოლომდე ფსონი მაგაზე ჩამოს. არა, ფსონი არა, უბრალოდ ეს მგონია თანმდევი პროცესი, თანმდევი. არა, ხო, არ მაგმიზნით ახლა ეს კამპანია წამოიწყეს მაგრამ აი ეგეთი გეგმა რო ქონდა. არა, ეგ არის. თუმცა თანმხლებია ფაქტია და ეს განცხადებებიდან მე ჩემთვის იკითხება რა, ანუ როცა ნეთანიაჰუს დონეზე ეგეთი განცხადებები კეთდება და ხალხის მიმართ მოწოდებები, ხო, ანუ მაშ თუ ეგ გათვლაც არ მაქვს, მაშინ რატო ვილაპარაკებ ამაზე, ხო, აქცენტს გავაკეთებ იმაზე, რომ აი ხა ამას ანუ ძირითადი არის მაინც ფიზიკური მაქსიმალური დემიჯის აი ზიანის მიყენება და მეორე თუ ეგ გამოვა ხო კარგი. აი ეგეთი ისა სხვა შორის ახლა ის ჩვენ რომ მოსადის და იმის ჯგუფებზე ვილაპარაკობ, დივერსიულ ჯგუფებზე, ესენი ხო გვესმის რომ ხა ფილმებში რო გვაქვს რაღაცა სახე შეღებილი და მასკ ხალათებში და იქაური ხალხის ესენი არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, რომელიც იქ მოქმედებს ფარულად, ანუ იქვე ცხოვრობენ. თვითონ ირანელებიც შეიძლება აკეთებენ მაგ საქმეს. ხო და ანუ იქ რახან ეგეთი ქსელია ააწეს, ესე იგი ბევრი გულშემატკივარი ყავს, იმიტომ რომ ვიღაცა გაყიდიდა იმას, ახლა ძალიან ძნელი არის ეგეთი, გასაგებია რომ მოსადი მაგარია და წლების განმავლობაში ნაშენები ეგ თემა, მაგრამ ახლა სულ რო გულშემატკივარი არ ყავდეს, მათ შორის იდეური, მარტო ფულითაც ვერ მოისყიდი ესე გაიგე, ანუ რაღაც დონეზე ის ტიპი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ რაღაცა თან მორწმუნე ხალხია მეტნაკლებად მაინც და ახლა რაღაცა უნდა ჯეროდეს წმენის დონეზე, რომ სწორს თავის ქვეყნისთვის აკეთებს სწორს. ხო. მოდი შემდეგ თემას შემოგთავაზებ, თან წავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მოდი ვისაუბროთ პროქსებზე. და ვისაუბროთ რუსეთზე. რა რეაქცია დავინახეთ რუსეთიდან ირანის მხარდასაჭერად, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ირანის რეჟიმის გადარჩენა, ამაზე მინდა ვისაუბროთ და მოდი დავიწყოთ იემენი, იქ ლიბანი, ანუ ირანის ეს წინააღმდეგობის ღერძი, როგორც ეძახიან, ხო, რაც შექმნა ამ პროცესში მათთან რა ხდება შენი აზრით და რამდენად არის იმის რესურსი, რომ მათი ჩართულობა გაიზარდოს, ან რა ვიცი. მე ვნახე რომ ინფორმაცია იყო ეგეთი, რომ ისრაელმა პარალელურად რაღაცეები დაბომბა ლიბანში და იემენში. მოდი ასე ვთქვათ, პროქსები რეალურად არიან ჰუსიტები იემენში და ყველაზე ისეთი მძლავრი და საშიში. ყველაზე მძლავრი იყო ჰეზბოლა ლიბანის. ერაყში და სირიაშიც არიან შიიტური და ჯგუფები, როგორც აღნიშნე, რაც შეეხება ეს სუნიტური ჰამასი, ხო, ეგ სიტუაციური, ერთი მტერი რო ყავთ იმ ვარიანტში, თორე, პრინციპში ეგენი იდეოლოგიური და რაღაცა პირიქით დაპირისპირებულებიც არიან, მაგრამ ეხლა იმ პირობებში, როცა პრინციპში ბევრმა არაბულმა ქვეყანამ რაღაცა კი, ფარულად აფინანსებდნენ რაღაცა, მაგრამ მაინც ისეთი მხარდაჭერა არ აღმოუჩინა, როგორც ირანმა, რაღაც ვარიანტში მიება ეს ჰამასი რაღაც დონეზე ირანსაც, მაგრამ პრინციპში არ არიან პროქსებად მაგათ მაინც ვერ მოვიხსენებ, თანაც ჰამასი უკვე პრაქტიკულად, ავეცი ხა, მთელი სახლი აღარ დარჩა შენობა იმ გაზაში რა. ხო, მაგათი ამბავი პრინციპში მომთავრებულია, რაც, ვიცი რა არის, ხა გააჩნია რა, მაგრამ არ ამგონია ხა ვინც გინდა შეცვალოს ბიბიმ იმან ის დაუშვას, რომ იქ ის ინფრასტრუქტურა და ის ყველაფერი აღდგეს. გასაგებია, რომ ხალხში რაღაცა ისრაელისადმი ზიზღი იქ იქნება,
მაგრამ ან რაღაც коордиნაციის შანსი რამდენად არსებობს რა ამის კითხვა მინდოდა უფრო დაგისუსტო აი ამ სიტუაციაში ირანთან. მიყვები იცი როგორი იმითი რომ არ საიდან დაიწყეს ჰამასის განადგურებიდან მათ შორის მდინარე იორდანეს ასე თქვათ აღმოსავლეთ მასშიც რა ქვია დასავლეთ ნაწილშიც ხო და რაზე ვიძახი ეგენი მოაგვარეს როგორი თემაა იცი აი ხა რომელი ადამიანი უფრო საშიშია რომელსაც ავტომატი აქვს პისტოლეტი აქვს თუ დანა ხო ეხლა ავტომატიანი უფრო საშიშია მე პისტოლეტი მე დანა მაგრამ რომელიც შენთან უფრო ახლოს შენ თუ დანიანი თუ მანძილზეა ხო 1 მეტრში დგას შეიძლება უფრო სახიფათო იყოს ვიდრე 200 მეტრში თუ 150 მეტრში მდგარი ავტომატიანი აი ეგეთი არის რა ჰამასი და ის ხო იქ პრაქტიკულად ქვეყნის შიგნით ეზოში გადავიდნენ და უხოცეს ხალხი ამიტომ პირველი მაგას მიდგნენ რა მეორე იყო ჰეზბოლა უბრალოდ სირიაში აემებს მუდმივად ბომბავდნენ მათ შორის ირანის აემ გუშაქთა აემებს და უკვე წლებია რა მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეხლა ბოლოს გააქტიურდნენ და ნუ სერიოზული ზიანი მიაყენეს იმის რა ქვია ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას ლიბანში რა გაგებით რომ მანდ იყო მთელი ეს წლები მე მესმოდა რომ ირანს რო დავარტყათ ირანიდან კი არ წამოვა საფრთხე ჰეზბოლას აქვს იმხელა რაკეტების მარაგი რო ანუ ეგენი რო გვესვრიან იქ იყო ლაპარაკი სადღაც 200-300,000 შეიძლება 500,000 რაკეტაზე ოღონდ ეხა როგორ წარმოვიდგინოთ ირანიდან რომ მიფრინავს ისრაელში ის სხვა მიკროფონთან ახლოს ის სხვა რაკეტაა სხვა სიმძლავრის სხვა იმის სიჩქარით მოფრინავს და ასე შემდეგ იმის გადაჭერისთვის თუ სხვა რაკეტებია საჭირო სხვა შორის ეგ ხშირად ეშლებათ და აირონ დომს მიაწერენ ამ რკინის გუმბათს და არა მაგას სჭირდება ნუ მინიმუმ თაადი მინიმუმ უფრო ახლო მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას ანუ რაც უფრო შორს მიფრინავს ბალისტიკური რაკეტა ჩათვალე რომ მეტი აქვს სიჩქარე რა როგორც წესი ხო და ნუ მანძილებზე ხა რაც უფრო დიდი მანძილიანია დიდი რაკეტაა რა მსხვილი ფიზიკურადაც დიდი არის და ყველაფერს საწვავი მეტი აქვს ქობინი მძიმე აქვს და ასე შემდეგ ხო საშუალო თქვა იქ საშუალოს გულისხმობს ხა 90-დან 120-150 კილომეტრამდე რომელიც შეიძლება ერაყიდან თქვა იმ შეიტურმა რაღაც დაჯგუფებებმა ესროლონ თუმცა ახლა უკვე როგორ ესვრიან არ ვიცი იმიტომ რომ მაგათი ჩამიჩუმიც არის მისთან ფაქტია ანუ ეგეთი საფრთხეები იყო და ისინი მიიჩნევდნენ რომ ეს უფრო დიდი საფრთხე იყო ვიდრე უშუალოდ ირანიდან მომავალი ანუ ირანი პოტენციურად თავისი ბირთვულით გაცილებით სახიფათოა და მთელი წყარო ამ საფრთხისა ირანია მაგრამ ნუ მოკლედ იმათი ამიტომ გაანეიტრალეს ლიბანი გაანეიტრალეს ჰუსიტები ნუ როგორ გითხრა ჰუსიტები საერთადერთ საშუალება აქვს რომ იქიდან დრონები და რაკეტები გაუშვან რომელსაც პერიოდულად ამ რა ქვია მიმოსვლასაც საზღვაოს უშლიდნენ ხელს ხო რაღაც დაბრკოლებებს და მაგაც წინამდე განახორციელეს ოპერაცია სხვა შორის იემენის წინამდე ოპერაციაზე ბევრჯერ დავწერე რომ აბსოლუტურად აზრს მოკლებულია მაგ ხალხს ეხა ვერაფერს ვერ იმასიზამ ანუ შეუძლებელია მან სახმელეთო უნდა შეიყვანო ეგენი რომ რაღაც მოსვა ადგილზე ან ირანს თუ დაბომბავენ და ირანს მოსვა, ანუ ირანიდან მარაგდება პირდაპირ. თავიანთ წარმოება იარაღის არა აქვთ. თუ ირანიდან იარაღი არ შევა, ვერაფერსაც ვეღარ ისვრიან და დამთავრდება ეგ პრობლემა რა და თუ მაგენი რამდენიც არ უნდა ბომბან, აი ქვიშაში რო წყალიას ხა ეგრე არის. არ ვერ მოერევი რა, იმიტომ რომ ან ფიზიკურად უნდა შეხვიდე და გააკონტროლო, ან არა და ეხა ბომბო გაუთავებლად რა. ხო, ანუ მქვევიდან ზევით დაიწყეს, ამას ვამბობთ. იყვნენ აი 7 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით მოიცილეს იქ ღაზაში პრობლემა, მერე უკვე წავიდეთ ლიბანზე და ახლა მივადექით საბოლოოდ ირანს. უბრალოდ მე ვამბობდი რომ ხომ არ არის ახლა რაიმე ხედავ თუ არა მაგ ნიშანწყალს რომ ვინმემ რამე იქ რაღაცა დახმარება გაუწიოს თუნდაც რაღაცა კოორდინაციის საშუალება არსებობს თუ არა. როდესაც მათ ეს ზურგი გაიმაგრეს და ჩათვალეს რომ იქიდან ყოველ შემთხვევაში ეგზისტენციალური საფრთხე არ მოდიოდა, მერე დაიწყეს ირანი რა. ანუ ბოლო ეტაპი. ოკეი. რუსეთზე ვილაპარაკოთ. რაღაც დონეზე მან საფრთხე სულ დარჩება, რო გვესმოდეს რა. რაღაც დონეზე დამეგობრებულ აი იაკობის კი არა და იმის აბრაამის შეთანხმებაში ვინც შევიდა და დაუმეგობრდა არაბული ქვეყნები ისე იქიდანაც თეორიულად ახლა შეიძლება გადატრიალდეს იქ რაღაცა და მეორე წუთას საფრთხე წამოვიდეს ან თურქეთიდან ან ეგვიპტიდან ან ნებისმიერი არაბული ქვეყნიდან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ახლა იქიდან
ესეთი, იემენმა დღესაც ესროლა და რა ვიცი, ხა თუ საშუალება მიეცემათ ვიღაც ხეზბოლელი ლიბანიდან და სირიიდანაც ისვრის და ერაყიდან, მაგრამ ეს არ იქნება ხო, ეს არ იქნება რაღაცა ისეთი მასშტაბური და ხო და რაღაცა ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის. ხო. აი ხა მიდის ძირითადი იმის საიდანაც ფინანსდება და საიდანაც პრინციპში იდეოლოგია ხა ირანი თუ მოტეხეს თან მე ამას ხო ფსიქოლოგიური გავლენაც ექნება ხა ირანს თუ ეგ უყვეს ჩვენას გვიზამენ და მორჩება რა და ფინანსები რო არ იქნება ის რაღაცა სტრუქტურებიც რაღაცებიც მოიშლება იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ხა ადამიანები ეგრე როცა ცხოვრების წესად დააქვთ ტერორიზმი რაღაცა მაგრამ ოჯახს არჩენენ იმით რომ იქიდან რაღაც ფინანსები მოდის არ იქნება ის ფინანსები სხვა საქმე მოუწევთ და ნაკლებად მოიცლიან ტერორიზმისთვის რა ეგეთი ის მოხდება რა ჯაჭვი ჩაიშლება რა ის რომელიც ახლა აწყობილია ხო და ახლა მიდის ირანზე ეგეთი მუშაობა ამიტომ იცი რა არის სანამ ეს დასრულდება როგორც არ უნდა დასრულდეს აი ჩვენ ხო რამოდენიმე ორ სცენარზე ვილაპარაკეთ ერთი რომ ამერიკა ჩაერთვება all-in და მე უკვე სერიოზულად მარტო ძიმე ბომბებს არა ამერიკამ თუ ჩაერთო იმ ძიმე ბომბებს უკებსაც მოაყვება და ბოლომდე მოაყომარებს მანდ თემას რა ხო და თუ არ ჩაერთო და რაღაცა შეთანხმებაზე მაინც გაჩერდნენ და რაღაცა მე შეიძლება დამატება რეპეტე დაჭირდეს ამ თემას წლების განმავლობაში რაღაც ეტაპზე შეიძლება რეჟიმი შეიცვალოს და უკეთესი სიტუაცია დადგეს იცი რა არის კიდე ერთი რაღაცა არის მე რატომაც ვფიქრობ რომ ამერიკა ყოველ შემთხვევაში აქამდე თავს იკავებდა ირანზე დარტყმისგან რა არის იცი ეს საფრთხე რომელიც ირანისგან მოდის იმ არაბული ქვეყნებისთვის ანუ ამერიკა არის უსაფრთხოებას ყიდის რეგიონში გესმის? სპარსეთის ყურეში არის უსაფრთხოების მიმწოდებელი რა, ანუ ამის გარანტი. და ამერიკა ამიტომ ჭირდებათ. ამერიკაში ამიტომ აქვს ეს ამერიკული იარაღი მათ შორის ამიტომ ჭირდება და რაღაცა. ერთი რაღაცაც არის ხა ირანი თუ როგორც საფრთხე გაქრა, ხა ყველა მიცის რომ ისრაელი ხა შეიძლება აგრესიულად აწარმოებს ომებს და მათ ტერიტორიაზე გადადის, მაგრამ დაპყრობას დამპყრობელი არ არის და ხა ეს რა ქვია 10 მილიონი ებრაელი არ დაიპყრობს იმას რა ქვია საუდის არაბეთს არ დაემუქრება და და ხო ეგეთი რაღაცა გამორიცხულია ხო რომ ხა რაღაცა ისეთი ხა რუსეთივით გადავიდეს და ტერიტორიებისთვის იომოს ეგეთი რაღაცა არ არსებობს ხო და რაზე ვიძახი იციან რომ ეგ საფრთხე არ ემოქმედოთ ერთი საფრთხე არის ეს სუნიტურ შიიტური დაპირისპირება და ირანი მთავარ საფრთხეთ მოიაზრება იგი საუდელებისთვის ერაყელისთვის რა ქვია ქუვეითელებისთვის და ამ შემდეგ ვინც ამ იარაღს ახლა ყიდულობს რა აქტიურად ამერიკულს და ვინც რაც თავარია იცი რა იქ ამერიკელების იქ ყოფნით არის რაღაცნაირად დაინტერესებული ეს ირანი თუ ამოყირავდა და გახდა რაღაცნაირად დასავლეთის მეგობარი და აღარ აი ამ ჯაჭვში ბოროტების ერთში აღარ იქნა ხო ეს ამოაყირავებს მთლიანად კონფიგურაციას იქ უსაფრთხოების იმის მაგ შემთხვევაში შეიძლება საუდელი ანუ ოფსაიდში იქნება შტატები ამას ავითარებ ხო ანუ იცი რა უნდა ამერიკას გასვლა და მარტო წყნარი ოკეანის და ჩინეთის თემით უნდა დაკავდეს არის ეგლოკი ხო ევროპას მინდა გავიდეო იმიტომ რომ სხვა საქმეები მაქვს რესურსები მაქვს გადასაცროლი იქითკენ ხო კი ბატონო ხა შეიძლება სპარსეთის ყურე დატოვოს მაგ ხრივ რა ანუ ნაკლები იქ ხა ბაზები აქვს ბევრ ქვეყანაში აქვს და ინფრასტრუქტურას ინახავს ძალებს იქ ინახავს პერიოდულად მუდმივად იქ როტაციაზე გემები ყავს რაღაცა ნუ აღარ ივლის და აღარ იმას იზამს დააწმდება ეგ სიტუაცია რა მაგრამ მეორეს ხო ამას გავლენაც მოყვება, ბევრი რაღაცა მოყვება რა, ანუ ბონუსად ის რომ ამერიკული დოლარის მეტი გავლენა აქვს და ასე შემდეგ ხა ეგრეც არ არის რა, ანუ შეიძლება მაგითი დაინტერესებული არის ამერიკაც რა, ანუ რომ იყოს ეს რაღაცა ბუა, რომელსაც ის აშოშმინებს? ხო, რომელსაც ის აშოშმინებს და ამით ის თავაზობს თავის სერვისს რა, ასე თქვა, თავის რაღაცა ხო და არ ვიცი ხო. ეგეც ვერსია, ოკეი. ანუ ამერიკელების ეს გავლენა, ანუ ამერიკაში შიდა პოლიტიკურ თემაში ხა ვინ გაიმარჯვებს და რომელი პოლიტიკა გაიმარჯვებს, რომ ჩვენ დავრჩეთ ყველგან საჭირო უსაფრთხოების გარანტიის თვალსაზრისით თუ სადაც აღარა ვართ საჭირო საერთოდ მოვაგვაროთ და გამოვიდეთ. ეგ ცოტა ისეთი თემაა რა, ანუ არ ვიცი.
ამიტომ სტატუს კოს და რაღაცა საფრთხის შენარჩუნება რაღაც დონეზე შეიძლება მაგათ აწყობდეთ. ან ამოყირავდეს ახლა როგორ გითხრა, იყო პერიოდი 25 წლის წინ, 30 წლის წინ მაგალითად პაკისტანი რეგიონში იყო ამერიკის მთავარი მოკავშირე, კაცო, იქ ბაზების განლაგებასაც აპირებდა რაღაცა და ინდოეთი არ იყო მოკავშირე, იმიტომ რომ უფრო რუსეთისკენ იყურებდა, საბჭოთა კავშირისკენ იყურებდა რაღაც და ხო და მე ხო ეს სიტუაცია მოტრიალდა და ეხა ნუ ძალიან ისე ცივად არიან ის უფრო ჩინეთისკენ არის და რაღაცა. რაზე ვიძახი იცი რომ ეგეთი რაღაცები ხდება ხა ერთი პერიოდი შახის ირანი იყო მთავარი მოკავშირე რეგიონში, მერე ისა და ანუ მოდი ასე ვთქვათ რა იქ არიან რეჟიმები, რომლებიც ძალიან ცუდი რეჟიმები არიან სინამდვილეში. შეიძლება აგრესიულად ამას არ ავლენენ, მაგრამ ეხა იგივე ხა საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც იღიმის და თითქოს კაი ბიჭია, მაგრამ კაცი დააკვლევინა იმის საელჩოში, ხო, თურქეთში, ანუ ძალიან არადემოკრატიული რეჟიმია და სინამდვილეში გაცილებით უფრო რადიკალი ისლამისტები საუდის არაბეთში არიან, ვიდრე იგივე ირანში, ხო? ხო და არის რა ეგ თემა იქ როგორ დაალაგდება, როგორ ამოყირავდება, უცებ ვინ იქცევა, მე ცუდ ტიპად და კაი ტიპებში ვინ დარჩება, არ ვიცით ეს თუ შეიცვალა ეს კონფიგურაცია. ეხლა როგორც არის და არ ვიცი შეიძლება არც იყვნენ ამის შეცვლით დაინტერესებული. ამიტომ მაგაზეც არის დამოკიდებული როგორ წავა დასასრულისკენ ეს ომი რა. ბევრ ფაქტორზე არის რა. ხო. ანუ რაღაცა ეგეთი განცდა რჩება რომ მალე მოლაპარაკებაზე აქცენტი კეთდება, წამოვიდა ეგ იმპულსი და მაგ შემთხვევაში ის სცენარი ჯდება რაც ახსენე რომ ძირითადი საფრთხე სასტრაფოდ რაც იყო მოსაგვარებელი მოგვარდება და მე დროში გაიწელება და მე ილაპარაკებენ, აბა როგორ მოუვაროთ ახლა ჩვენ ირანის ბირთვულ პროგრამას. ამას შეიძლება მოყვეს ერთი ეს პოლიტიკური ცვლილებები, რაც ძალიან დიდი ამბავი იქნება. ერთი ფაქტორი კიდე დეტალი რაც მინდოდა ხაზს გასმა ეგ არის რომ ტრამპს სჭირდება მშვიდობის მყოფელის როლი და გამარჯვებების სწრაფი და აგერ ახლა დღევანდელ პოსტშიც ეგ პარალელი ქონდა რომ როგორც მე დავალაგე ინდოეთს და პაკისტანს შორის უცებო და იქო კაი ხალხი შეხვდაო და აგერ მშვიდობა მოვიტანეო, აქაც ეგრე იქნებაო. ხო, ამასობაში ხო მთელი 1 საათი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები რა დღეში ვარდება და ალბათ კიდე რამდენიმე დღის განმავლობაში შენი პროგნოზით დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, ბოდიში ამ ხმისთვის, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ეგ ინტენსიური კამპანია კიდე ველოდებით რომ გაგრძელდება, ხო? თუ სასწრაფოდ რამეზე არ შეთანხმდნენ. მოდი ბოლოსკენ წავიდეთ და რუსეთზე რამოდენიმე მის გამოხმაურება მინდა ხო უყურე ხო ირანში ხა უყურე რა ხდება ძირითადად ურტყამის სხვა შორის გუშაგებს ერთი ის ჯავშანსატანკო დივიზიის ის რო დაბომბეს, მაგრამ ის ერთგულია ხელისუფლების და იმიტომ ანუ პრინციპში ჯარს ცდილობენ რომ აი ხარსაწინამდე თავდაცვა უბრალოდ აუცილებელია იმისთვის რომ განახორციელონ ის დაბომბები და სხვა ხა იმებს არ ურტყამენ რა იმდენად ცოცხალი განთავსების ადგილებს აი თავდაცვისთვის განკუთვნილ ძალებს არ ურტყამენ ძირითადად ურტყამენ აი გუშაგებს რა ეგეც არის გუშაგები რომელიც პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს დიდწილად და სხვა შორის რაკეტებს გუშაგები უშვებენ ეს არაკეტო ჯარები მათი არის რა ანუ მათი სტრუქტურულად მათ ექვემდებარება ეხლა მანდ რა ხდება მაგიდან ორი სიგნალი მოდის აი როგორც თქვი საგარეო საქმეთა მინისტრი და პესიშკენ რაღაც სხვანაირ იმებს აჟღერებენ მეთქი ხა ის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ჩვენო ჯერ არ გადაგვიწყვეტია შემდეგ რაუნდში მოლაპარაკებებს ანუ არ გადაგვიწყვეტიაო კი არის ძახის რომ მორჩა და დავამთავრეთ თქვენთან ლაპარაკიო ანუ რაღაცას იტოვებს რა უკან დახევის გზას რა მაშინ როდესაც ახლა ხო არა მისი ბოლო განცხადება არ იყო რომ თუ ისრაელი შეწყვეტს ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შემდეგ რაც უპასუხებთ რაღაც მაგრამ ანუ გაცილებით მკვეთრი ის რომ მორჩას ალაპარაკო აღარაფერი გვაქვს არა ეგეთი არ მოდის იმადგან რა ქვია გუშაგების და რელიგიური მეებისგან ანუ რაღაც არაერთგვაროვანი ის მოდის რა ეგეც იმას აი შეიძლება რაღაც აღმოსავლური ეშმაკობა იყოს რომ კეთილი და ბოროტი პოლიციელის როლს თამაშობდნენ შეიძლება პირდაპირ რაც არის ეგ რაც ჩანს ეგ იყოს რომ არის განსხვავებული აზრი. ან შესაძლოა ჩემი აზრით ეგ ტაქტიკა იყოს იმ ნაწილშიც რომ საზოგადოებრივი გუშინ მთელი ცხოვრება რომ გეუბნები რომ არა მე მაგასთან არ ვილაპარაკებ არ ვილაპარაკებ და ეხლა პირდაპირ ხო ვერ გეტყვი რომ არა ხო ეხლა უნდა ვილაპარაკოთ ნელ-ნელა უნდა გითხრა რომ ეხლა უნდა ვილაპარაკოთ. ანუ ხო თავის აუდიტორიას შეიძლება ღიად ვერ ეუბნებიან რომ ჩვენ ასეთ პირობებში რაღაცა ნახევრად ნაბიჯ რომ აი დაშვება გააკეთოს იმ ხალხმა რომ ისიც ნიშნავდობლივია რომ წითელი ხაზები
იმ თვალსაზრისით არ გადაკვეთეს, რომ ამერიკას და იმ სხვა ქვეყნებს არ უტყამენ. ანუ და რომლებიც უფრო მოწყვლადები არიან და უფრო მეტ ტკივილს. ხო, მაგაზე მუქარა მიიღეს პრინციპში ახლა შტატების პრეზიდენტისგან, რომ თუ შეეხებით ისრაელს ბომბავენ, რომელიც გასაგებია რა, ისეთი თემაა, ხო და ამიტომ ნახოთ, დაველოდოთ როგორ განვითარდება, ან ძნელია პროგნოზის გაკეთება. მაგრამ სხვა შეხება ბიბი თვითონ უფრო დაინტერესებული არის რომ საბოლოო ჯამში სავარაუდოდ მაინც მოგვარდეს ეს თემა უფრო დიდი ხნით ვიდრე დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ რაღაც შეთანხმება შედგება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ამისთვის მას სჭირდება ამერიკის ჩართულობა და ეძიმე ბომბები და ამერიკის რომ ამერიკამ ეს ესტაფეტა აიღოს და მე თვითონ განაგზოს ეს ბოლომდე მიიყვანოს ის ხო, მაგრამ რასიზმს ტრამპი არ ვიცი. თუმცა ამ ეტაპამდე მე ვფიქრობ ყველაფერი შეთანხმებულია. აწი ახლა როგორც ისა. ხო, იმის მაგაზეც მე ვილაპარაკე. უნდა მინდოდა შენ კომენტარად, მაგრამ უკვე აღარ მახსოვს რაღაცა თქვი ისეთი რაზეც მინდოდა. იმაზე საუბრობდით ალხამენეის ლიკვიდაციაზე, არა, ბოლოს რაც თქვი მან რაღაცის კომენტარება მინდოდა, მაგრამ უკვე ხავ დამოვისთა ამ ოკეი. ხო, რუსეთს მითხარი ორი სიტყვა და დავასრულოთ. პუტინმა რაღაც მომლაპარაკებლის როლი მოირგო. ელოდებოდი რომ ვთქვათ რამეს ისე ვთქვათ რაღაც ხარდამჭერას. პუტინზე რა უნდა თქვა ხა ეს რა ქვია ზოგადად ირანში ეს იდეოლოგია როგორიც არის ხო? მაგათთვის არის პირველი სატანა ამერიკა, მეორე რუსეთი და საერთოდ ძალიან უცნაურია რომ მეორე სატანასთან რაღაცა სტრატეგიული თანამშრომლობა, მაგრამ ეს ხო ფიქცია, ეს სტრატეგიული რა, რაღაცა ურთიერთ ინტერესები დაემთხვა, რაღაცები იარაღი შეირაღება და რაღაცები გაწვალეს. ანუ სიტუაციურად ამ წუთას რაღაც ვარიანტში მოკავშირეებიან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სამხედრო თვალსაზრისით ხა შეიძლება ფარულად, მაგრამ ღიად არ დაეხმარება. სხვა რა ვთქვა, პუტინს ხელს აწყობს ძალიან თან, იმიტომ რომ ძალიან რთული ვითარება აქვს საბიუჯეტო კუთხით. პრაქტიკულად ეს საიდანაც საბიუჯეტო დეფიციტს ფარავდა და უმსაფინანსებდა ეს კეთილდღეობის ფონდის ასე ვთქვათ აქტივები ძირითადად იწურება ლიკვიდური აქტივებს გულისხმობ, იმიტომ რომ იქ არის რაღაცას თვითონ რუსული საწარმოების ასე ვთქვათ ობლიგაციები და რაღაცეები, რომლებიც არაფერი არ ღირს თუ რუსეთს დაენძრა, ისიც ჩაიძირება და ამიტომ მანდ არის ოქრო და იუანები არის ახლა დარჩენილი, რომელიც არის მეტნაკლებად ლიკვიდური რა და იმიტომ რომ ოქროსაც ახლა ერთბაშად ვერ გამოყრი, თუ გამოყრი ფასი დავარდება და იმის ღირებულებაც ხო დაიკლებს და რაზე ვიძახი, ეგ აქ ძალიან ცოტა დარჩენილი პრაქტიკულად 1-2 თვის რო დააფინანსოს ომი მარტო იმდენი, ანუ უკვე მიმდინარე ბიუჯეტის დეფიციტი ორჯერ აღემატება იქ დარჩენილი ლიკვიდურ ნაწილს და ამით იფარავდა ამ 3 წლის განმავლობაში, ანუ ძალიან უჭირს. ეხლა მას სჭირდება მაღალი ფასები ნავთობზე. ხო და ეს მაღალი ფასი ნავთობზე შეიძლება ამომააგდოს განსაკუთრებით თუ აი ორმუზის სრუტის დაკეტვამდე თუ მივიდა და აი კოლაფსამდე რომელიც ყურეში ნავთობ ინდუსტრიაში შეიძლება მიადგეს თუ მაგდონემდე წავიდა დაპირისპირება და არის ამის პოტენციური შესაძლებლობა დიდი ხნით არა სხვა შორის იმიტომ რომ ხანგრძლივად მე ამ რეჟიმს ირანი ვერ შეინარჩუნებს ამერიკა რო ჩაერთვება, მაგრამ რაღაცა რამოდენიმე თვეც რომ მოხდეს, თქვა 2 თვე ერთი $150-ზე, $180-ზე რო ავარდეს ბარელი ნავთობის ფასი, რაც რეალურია თუ იქ ორმუზის სრუტე ჩაიკეტა და საუდის და სხვა ქვეყნების აი ნავთობი დიდარი ქვეყნების ის ვეღარ გავიდა ბაზარზე, მაგ შემთხვევაში შეივსებს ბიუჯეტს და რა კიდე 1 წელი, 2 წელი, ასე თქვა, შვიდად იომებს რა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის ინტერესში არის ის, რომ ირანმა გაამწვავოს. აი ამბივალენტური ის აქ რა, როგორიც აქ, იცი, ერთის მხრივ მაგ მხრივ აწყობს გამწვავება, მაგრამ მეორეს მხრივ ირანის როგორც აი მიდან რა ქვია ბოროტების ღერძიდან ამოვარდნა სერიოზული დარტყმა იქნება. ანუ თუნდაც არ ამოვარდნა, მაგრამ აი დასუსტება და ისეთ დონემდე დაქვეითება და დეგრადირება, რომ აი ვერაფერს ვეღარ მიაწვის იგივე შეიარაღებას და რაღაცა თავის გაჭირვება რო ექნება. ხო, ნავთობს რუსეთი ამ სანქციების გამო ნავთობს ნაწილს ირანში გადააქვს და ირანიდან ყიდის თვითონ რა. ხო და
ეს Shadow Float-ის ნაწილი არის ეგ სქემა ერთ-ერთი, ხო? ხო, კი ბატონო, კასპიით იქამდე მიაკვდა იქიდან. ხო და ეგ პრობლემა შეექმნება, კი. ანუ ორივე ის არის რა, პრინციპში არ აწყობდა მაგას რა, ამ წება რა. ხო, თუმცა ეხა ის თვითგანადგურების სცენარია რაც თქვით, ხო, რომ ეგ სრუტე ჩაკეტოს ირანმა და ახლა უმძიმეს შედეგები გამოიწვიოს და მე ამერიკა ჩაერთოს და ირანს არ აწყობს ახლა ამ სიღრმეზე შეტყობა. ოღონდ მანდ ეხა უკვე ძნელი ის რა არის ეხა აიყურე თუ რეჟიმი ჩათვლის რომ ის განწირულია მაშინ რაღა მაქვს დასაკერგი და ბოლომდე ყველას გავიყოლებდა რაღაცა თუ გახსოვს ერთი პერიოდი შარშან ხო ორჯერ გამწვავდა ვითარება ერთხელ აპრილში ერთხელ სექტემბერში როდის საპასუხო დარტყმებს რო ველოდებოდით ისრაელისგან და რაღაცა მაშინ იყო ეგეთი რაღაცა რომ აზერბაიჯანსაც კი დაემუქრა რა რომ აზერბაიჯანის ნავთობსა და იქ ბრიტიშ პეტროლიუმის და ემის ნავიმეებს დავარტყამო ბაქოში და იმაშიო რა ხო და რაზე ვიძახი ახლა მაგდონეზე თუ მივიდა და ახლა ყველა აქეთ-იქით სროლა დაიწყო და შედარებით დაუცველ ქვეყნებს დაარტყა ხო რა გამოიწვევს კოლაფს და ყველას გაიყოლებს მართლა რა სერიოზულ იმას ყევებს შექმნის ახლა მით უმეტეს დღევანდელ თანამედროვე ეს რა ქვია ისეთ საფონდო ბიჟებზე იმას ჩამოიქცევა ყველაფერი ერთბაშად რა მაგ ხელა ის თუ ის მოხდა რა რაღაც მოვლენები მაგრამ რა ვიცი ჯერჯერობით აი თითქოს მიუხედავად რომ აი ესეთი მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ყველაფერი კონტროლქვეშ არის რა ვიცი კარგი ირაკლი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და იმედი მაქვს რომ მაყურებელს გამოყვა მსჯელობაში და დარჩა ჩვენთან ერთად ბოლომდე ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ იმედი მაქვს რომ ჩართულობა იქნება გამოგვეხმაურებით კომენტარებში და კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ცხელი ამბები მიდის ძალიან ხედავთ როგორ ყოველდღიურად იცვლება პროცესები ამასობაში მთავარ თემად გვექცა ირანი ისრაელის ეს კონფლიქტი მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ არა მეტად ჩვენთვის არის რუსეთ-უკრაინის ომი რასაც პერიოდულად ვაჯამებთ ხოლმე ვადევნებთ პროცეს თვალს გარკვეულ ეპიზოდებში ვეხებით სწორედ უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებს და ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ასე რომ გახდით ჩვენი გამომწერები თუ არ ხართ, ვინც ხართ დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. დავტოვებ ინფორმაციას ვიდეოს აღწერაში დონაციასთან დაკავშირებით და თუ გექნებათ ამის სურვილი დაგვეხმარეთ და ხო, დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე.